დიდი მადლობა სტუმრობისთვის, მიხარია თქვენი აკოფნა, სერიოზული ხალხი ყავხართ. სტუმრად ძალიან ასევე სერიოზულ საკითხზე რა. იურისტები ორივე ადვოკატები, უფლებადამცველები, რაღაც ერთი მიმართულება გაქვს და დღევანდელი რატომაც შევიკრიბეთ დღეს და თემის ირგვლივაც გვინდა ვისაუბროთ არის ეს გამოხატვის თავისუფლება ზოგადად პრინციპი, მაგრამ კონტექსტი არის ის პოლიტიკა, რაც ხელისუფლებამ დაიწყო უკვე Facebook პოსტებზე დევნით და თანამდებობის პირების მიმართ რაღაც შეურაცხყოფაზე რეაგირებით. აი თვითონ კონტექსტი რო ავხსნათ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მოხდით და კონტექსტი რო ავხსნათ, ანუ რა ხდება, აი ეს რატო იგინება მთელი ბაბლი, აი ეს მთელი Facebook-ი რატო ვთქვათ, რატო გაიღვიძეს მაქხასიაძე, რომ მოუნდათ ყველას რაღაც ეგინებინათ. მადლობა, რომ მოგვიწვიე. ესეთი ფორმატები ძალიან მნიშვნელოვანი გონია ჩვენც და დღეს რა თემას ვისაუბრებთ, ძალიან მოკლედ დავიწყებ, მე გიორგიც გაშლის ალბათ უფრო და ჩავშლით საგნობრივად რა ხდება. ხალხის ვინც გვიყურებს, მათაც გასაგები რომ იყოს რა ხდება. არჩევნების შემდგომ ხელისუფლებამ რამდენჯერმე მიიღო ცვლილებები სამართალდამცველთა კოდექსში და მათ სამიზნე იყო რაღაც ის სივრცეები, რომელიც დარჩა ქვეყანაში, ხო? ეს არის შეკრების თავისუფლება და ბევრი კანონი მიიღეს, რომელიც ამას გრძელავს. ეს არის მედია, რომელიც სრულად ჩაიხშო უცხოური დაფინანსების მიღება მედია სივრცეში და ასე გამოხატვის თავისუფლება და ეს კანონი იყო მიღებული თებერვალში, თებერვალის დასაწყისში, ოღონდ ჯერ არ იყო ამოქმედებული და ახლა უყურებთ, რომ ადამიანებს ციხეში სვავენ ადმინისტრაციული პატიმრობის ფარგლებში 10-12 დღით, მარტო იმიტომ, რომ Facebook-ზე ან პირისპირ პოლიტიკოსებს კრიტიკულად პოლიტიკოსების წინააღმდეგ გამოხატეს მათი პოზიცია. ეგ არის ის კონტექსტი, სადაც ახლა ვარ, რომ შენ შეიძლება მარტივი მოცემულობით და მარტივი გამოხატვის ფარგლებში, რომელიც სოციალურ ქსელში მოხდება და აქ მარტო Facebook-ი არ არის, TikTok-ი, ნებისმიერი სოციალური ქსელი და ჩვენ გქონდა სხვა შორის ადრე 2-3 წლის წინ რამდენიმე საქმე, ერთ-ერთი უკვე ძალიან გახმაურებული არის გრიგორიადისის მამის შემთხვევა, როცა მან TikTok-ზე ჩაწერა მიმართვა, სადაც ის ბილწითხოვით, შემთხვევაში პროფანაციული გამოხატვით, ასე რომ ვთქვათ, მოიხსენიებდა რამდენიმე თანამდებობის პირს და მას შეუდგინეს ოქმი წვრილმანეხული გნობით და ის დააჯარიმეს. და ეს თემა მოკლედ სხვა მუხლებით იყო ხოლმე ადრე, ცოტა და დღეს უბრალოდ მასობრივი გახდა ეს ამბავი. და ჩვენს ამაზე ვსაუბრობთ ხოლმე, რომ არ შეიძლება საერთოდ შემხებლობა ქონდეს სამართალდამცველთა კოდექსს სოციალურ ქსელებთან. ამაზე მე ვისაუბრეთ რატომაც, მაგრამ ხო, არ მოცემულობა ის არის, რომ ადრე თუ იყოს 1-2 შემთხვევა, რომელიც მათ შორის სტრასბურგის სასამართლოში არის წასული საიას მიერ, საჩივარი შეიტანა საიამ. დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ეს არის რაღაცა ყოველდღიურობა, 20-ზე მეტი საქმეა ალბათ უკვე შესული სასამართლოში და ჩვენც გქონდა სიამოვნება, არ ვიცი თუ რა ქვია მაგას, რომ ამ პროცესებში მიგო მონაწილეობა დაგვეცვა ადამიანები და იქ გვემსჯერა კონკრეტული Facebook პოსტი, ღირს თუ არა იმად, რომ ადამიანიან დააჯარიმონ ჩასვა იზოლატორში გარკვეული დროის განმავლობაში. ძალიან მოკლედ რო თქვა, ალბათ ეს იქნება და მე გავშალოთ უფრო. ხო, აი ადმინისტრაციული სამართალდამცველთა კოდექსი ახსენა ეს, რომელიც აი საბჭოთა პერიოდიდან მოყვება, ხო და ამ კოდექსიდან ეს არსებული მუხლები გააქტიურეს და ნაწილი რაღაცნაირად ახალი მუხლებით ამოქმედეს, ხო? ეს კოდექსი ჯერ თავისთავად ტრაგედია არის, ის 1994 წელს ამოქმედებული კოდექსი დღემდე არის მოქმედი. პრინციპულად რატო არ ცვლიან ისე? აი თუნდაც აი მაგის სათქმელად მაინც კი ბატონო, სხვა კოდექსები ხო მაგისი კოდექსი, ამ კოდექსის შეცვლის ძალიან ბევრი მცდელობა ქონდა, მათ შორის არასამთავრობო სექტორმა მზა დაწერილი კოდექსი მიუტანეთ იუსტიციის სამინისტროს და უბრალოდ მიიღეთო, თუ გინდათ რამე შევცვალოთ, ვიმსჯეროთ, მაგრამ მზა კოდექსია და შევცვალოთ, მაგრამ ამაზე თანხმობა არ არის და რატომ? მაგ აი საბჭოთა დროს რაც შეიძლება ადამიანს უფლებები ჰქონოდა, მარტო ეგენი წერია. ანუ ზოგადად ერთია კონკრეტული მუხლები რა არის, მაგრამ მეორეა რომ კოდექსში უნდა ეწეროს ადამიანის ძირითადი ფუნდამენტური უფლებები, რომელიც
დაცული უნდა იყოს, ხო და იმ დროს საბჭოთა დროს ახლა ადამიანის უფლებები რა სტანდარტითაც იქნებოდა ჩაწერილი, კი ვხვდები და წერია თვითონ კოდექსში და ამიტომ ეგ რომ კარგად გაწერონ და მართლა უფლებები დაცული იყოს, მე ამ სპეციფიკურ მუხლებსაც ვეღარ ამოქმედებდა. მათ შორის პროცესუალური დაცვის გარანტიები სისხლის სამართალში როგორც არის და ასე შემდეგ, ანუ არ არის გაწერილი სათანადო და არც წინა ხელისუფლებას და არც ამ ხელისუფლებას არ აწყობდა ამის შეცვლა. და ძალიან ცუდი არის რომ ეს კოდექსი დღემდე ანუ არათუ უმჯობესდება, უარესდება და მათ შორის ეს ცვლილება, რადგან ახლა ვსაუბრობთ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი, რომელიც ინტერნეტზეც ვრცელდება უკვე. მიღებულია აგერ ამ წლის თებერვალში. და ამ წლის თებერვალში კი არ გააუმჯობესეს ეს კოდექსი, უფრო დაამძიმეს და მათ შორის ამას თავიანთი განმარტებით სასამართლო კონტროლებადი სასამართლოა ავრცელებენ მათ შორის ონლაინ კონტენტზეც და უყურებენ ადამიანები რას წერენ Facebook-ში. რაც არის ძალიან დიდი ასე ვთქვათ, გამოხატვის თავისუფლების ძალიან მძიმე შეზღუდვა, იმიტომ რომ გამოხატვის თავისუფლების ჩვენ აქამდე ქონდა ამერიკულ სტანდარტს ვეძახდით, სადაც გამოხატვის შესახებ კანონში პირდაპირ წერია, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ძალადობის მყისიერი და რეალური საფრთხე იმ მომენტში. მაგალითისთვის, თუ ადამიანები დგანან ერთად ერთი მეორეს რაღაც მძიმე შეურაცხყოფას აყენებს, ამ დროს არსებობს რა თქმა უნდა ფიზიკური დაპირისპირების საფრთხე და ამ დროს შეიძლება ჩაერიოს სახელმწიფო და აღკვეთოს ამგვარი ძალადობა და მათ შორის დააკავოს ეს ადამიანი, ვინც ილანძღება ან ასეთი მსგავს სიტყვებს ამბობს, ხო? თუ ეგ შემთხვევა არ არის და Facebook შემთხვევა ეგ არის, რომ იმ წუთიერი საფრთხე ვერ გექნება, იმიტომ რომ რა ვიცი 100 კილომეტრის მოშორებით შეიძლება იჯდეს ადამიანი შენგან და წერდე Facebook-ზე რაღაცას, იმ წუთიერი ძალადობის საფრთხე არ იქნება და ამიტომ უმეტეს თუ ეს პოლიტიკოსებს მიემართებათ, რომელსაც თმენის მაღალი ვალდებულება უნდა ჰქონდეთ წესით, ეს არანაირად არ შეიძლება ანუ დააწესო ესეთი კანონი, რომ გამოხატვის თავისუფლება ამ მიზეზით შეზღუდო. კონკრეტულად რა ცვლილება, თებერვალში რა ცვლილება მოხდა? მოკლედ, ეს არის მუხლი 173-ის მე-16 და წავიკითხავ რა. ანუ სულ ამ კოდექსის რა ვიცი ზუსტად რამდენი მუხლია, მაგრამ ეს ორი მუხლი არის, რაც გესმის მხოლოდ. რა ეს 166, 173 ეს. და 173-ის დამატებები აქვს და ეს არის მოკლედ ახალი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ისჯება სახელმწიფოს პოლიტიკური თანამდებობის პირის და სახელმწიფო მოსამსახურის მიმართ შეურაცხყოფელი ქმედება, ლანძღვაგინება. ოღონდ უბრალოდ კი არა. მისი სამსახურებრივი საქმიანობის დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, რომ განვასხვაოთ რა, რომ ანუ ამ მუხლის შემადგენლობა, ხო, ემაყურებელს რო ახსნათ რა, სამართალში გვაქვს რაღაც კრიტერიუმები, რომ ეს კრიტერიუმი თუ არის სახეზე, შენ ამ მუხლის მიხედვით რაღაც პასუხისმგებლობა გეკისრებ, ხო? ანუ ამ მუხლში ეს მუხლი ისე არის შედგენილი, რომ რომელიღაც პოლიტიკოს უბრალოდ რო შეურაცხყოფა მიაყენო, არ ისჯები. ანუ ისჯები თუ კი შეურაცხყოფას აყენებ, პოლიტიკოსი რო არის, იმიტომ, ანუ რაღაცა რო არ მოგეწონა, რაღაცა რო გააკეთა. აი იმას რო აკრიტიკებ ეგეთი მწვავე მათ შორის შეურაცხყოფელის სიტყვებით, აი ეგ არის დასჯადი. რატო დაჭირდა პოლიტიკურ საქმიანობას თვითონ რა, ანუ თანამდებობაზე ყოფნა, ანუ რა არის ისეთი, რასაც აი ესეთი რაღაც სათუთად მოპყრობის რაღაც უფლება უჩდება, ხო, ანუ აი მაგისტვის ალბათ რატო გამოყვეს რა ეს, ანუ რატო გამოყვეს გასაგებია, მაგრამ პრინციპი რა დაუდეს ამას. ანუ მარტივი რაღაც არის, როგორც ჩანს, იმის გამო რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ცუდი რაღაც ხდება და ამ ცუდი რაღაცებს განაპირობებენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამჟამად არიან პასუხისმგებლები ქვეყანაში სიმშვიდეზე, ასე შემდეგ გადაწყვეტილებების მიღებაზე. ახლა არაპოპულარული. კი ბატონო, არაპოპულარული, მათ შორის ევროკავშირთან მიმართებით, მათ შორის აქციებზე ძალადობასთან მიმართებით, ამგვარი ქმედებები, როდესაც ხდება ხელისუფლების მხრიდან, ისინი რა თქმა უნდა იღებენ კრიტიკას ხალხისგან. და იმის ნაცვლად, რომ ეს კრიტიკა გაითვალისწინონ და გამოასწორონ ის შეცდომები და დანაშაულები, რასაც ჩადიან, ხო? გადაწყვიტეს, რომ ჩაახშონ ხალხის ხმა. და მათ შორის ეს მუხლიც რო შეიტანეს, თუ დააკვირდებით, როგორ დაიწყეს აღსრულება. დაიწყეს ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ, ანუ ჯერ არ ჩასულან არაცნობილ ჩვეულებრივ მოქალაქეებზე და რატო ეხა, ანუ ესეთი სუსხავი ეფექტი არსებობს სამართალში, ანუ ჩილინგ ეფექტს ეძახიან, როდესაც გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავ ერთი ადამიანისთვის
და რეალურად შენი მიზანი მარტო ეს ამ ადამიანის შეზღუდვა კი არ არის, სხვა ადამიანებს გინდა დაანახო, რომ აი ამგვარ რაღაცას თუ ჩაიდნენ, შენ დაისჯები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ცნობილმა ადამიანებმა, რომლებიც ახლა ჯარიმდებიან, სასამართლოში არიან დაბარებული და ასე შემდეგ, გამოიჩინონ ისეთივე სიმტკიცე, როგორცაც იდეაში უკვე ავლენენ, საკმაოდ კარგად უმკლავდებიან ამ ყველაფერს და ხალხმა უნდა ნახოს, რომ ეს იწვევს რაღაც იმგვარ რეპრესიებს, რომ სიტყვის თქმის უფლება აღარ გაქვს, კრიტიკის უფლება აღარ გაქვს და მათ შორის ეს გაშარჟებაც, ასე ვთქვათ, შეიძლება სასარგებლოც იყოს, მიმების გაკეთება, რაღაც რებუსების გაკეთება და ასე შემდეგ ეს სასარგებლოა იმ კუთხით, რომ ხალხს არ უნდა ეშინოდეს და არ უნდა იყოს იმგვარი დამოკიდებულება, რომ ასეთი კანონის საფუძველზე შეიძლება ყველა დაჯარიმდეს და ამიტომ ხმა აღარ ამოვიღოთ. ანუ ეს არის მათი მიზანი და თუ ისე მოვიქცევით, რომ მათ ეს მიზანი ამ მიზანს ვერ მიაღწიონ, კარგი იქნება საზოგადოებისთვის დარწმუნებულება და მათ შორის ეს მიმები და ეს რაც რებუსებიაც არის, ანუ ძალიან ცნობილი кейსია ბარბარა სტრეიზენ მომღერალი რო არის, ანუ მაგას ჰქონდა ფოტოები გადაუღეს მის სახლს და არ უნდოდა რომ ეს ფოტოები გავრცელებული იყო ინტერნეტში, ეს 2001 წლის кейსია თუ სწორად მახსოვს და უჩივლა იმას, ვინც გადაუღო. და ამ ჩივილის შემდეგ მანამდე თუ რაღაც 20 კაცს ჰქონდა ნანახი ეს ჩივილის შემდეგ რა ვიცი პირველივე დღეს 9.5 მილიონმა ადამიანმა ნახა ინტერნეტში ეს ფოტო და ანუ იგივე რაღაც ემართება სინამდვილეში ხელისუფლების წარმომადგენლებს ახლა ადრე თუ ის რაღაც Facebook სტატუსი სადაც ხუმრობა ან ლანძღვის შემცველი რაღაცა მოწოდება ან რაღაცას ჰქონდა ნანახი მარტო ვიწრო ტრეს მეგობრებს ეხა ისე მოხდა რომ მთელი Facebook საზოგადოება მაგაზე ლაპარაკობს და მაგ სიტყვებს იმეორებს რისი აკრძალვაც უნდათ იდეაში კონტრპროდუქტიულია და ჩვენ ალბათ ჩვენი სტრატეგიაც ის უნდა იყოს რომ დავანახოთ მათ რომ ანუ ვერაფერს ვერ გააწყობენ ამგვარი რეპრესიული მექანიზმებით და ხალხის წინააღმდეგ. ხო, აი მეც მინდა რომ დავამატო რომ ხო აი ერთი რაც გიორგიმ თქვა მუშაობს თუ არა სამართალში პრინციპში სიყვარულს არ მუშაობს ეგრე გამოვიდა იმიტომ რომ იმდენი რებუსი დაიპოსტა ამ დღეებში ზოგს უკვე ვეღარ ხსნი ძართული რაღაც სიღრმეებში მეორე მხრივ პოპულარიზაციას ანუ მაგისთვისაც ხომ მზად არიან თქვათ რა ხო ეგ არ ვიცი მეორე მხრივ პოპულარიზაცია ხდება ის რომ ეს მოხლია და ამ დონით მაინც მიდის ხალხამდე რომ ვიცი რა მაინც უნდა გააკონტროლო ანუ რაღაც დონეზე ილექება მაინც ცხადია ყველა რეპრესიულ კანონს აქვს გარკვეული დონის მსუსხავი ეფექტი რაც გიორგი საუბრობდა და ანუ მარტო მაგის იმედად ვერ ვიქნებით ანუ აუცილებლად ეს ეფექტი ანუ იმ მიზანს მაინც მიაღწევენ რაც უნდათ რა გარკვეული დონით კი მაგრამ მეორე მხრივ უკუგება რამე ხელი არ შეუშალა ხო საზოგადოების ეგეც წარმოშონია ხო ახლა შენ შეიძლება 20 ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო საქმე მაგრამ ყველამ თუ ეგ გააკეთა უბრალოდ რესურსი აღარ აქვს მერე და ასევე მიზანს ვეღარ ხედავ ხო იმიტომ რომ შენ ამ შემთხვევაში მიზანი რაც იყო რომ შენ თუ შეურაცხყოფელი გამოხატვით რაღაც დამაზარალებ დამაზიანებ ჩემ იმიჯს შეურაცხყოფ ეხლა ყველამ გააკეთა ეგ რა და ხო მაგრამ ჩაგეკითხები ვასილ ბოდიში იდეაში ამ კანონის ერთ-ერთი მავნებლობა სწორედ ის არის რომ ისეთი ტიპის არის რომ მისი აღსრულება თუ შერჩევითა და რაღაც სრულე ისედაც ბუნებაში ვერ განხორციელდება რა მთელი აი ბოროტებაც ერთ-ერთი ეგ არის ხო და იქნებ მიზანი არც აქვს ის რომ ეს ყველამ გასაგებია რა ქნა მაგრამ ის რომ შერჩევითად მაინც შეუძლიათ ვიღაცეების ეს ამის წინააღმდეგ ცოტა სხვა რამე რა შეიძლება რომ გავაკეთოთ რა. და რომ ვიცინით პირველი ეფექტი ეს გლიცინი მით უმეტეს ბაბლის ანუ ის არის რა ჩვენი მოგონილია შეიძლება ითქვას რა ქართველებს რა Facebook-ზე რომ აი გლიცინი გამოსდის და რა თქმა უნდა მართლა ერთი შეხედვით რა ძალიან სასაცილო რამ არის რა ახლა საქართველოში რაღაც გინების აკრძალვა მაგრამ მეორეს მხრივ რაღაცა კონკრეტული მიზანი აქვს ხო მაინც ხო ანუ ეს მიზანი უბრალოდ არის რა რომ ანუ თუ შევხედოთ ამ სისტემას რომელიც ახლა მართავს ჩვენს ქვეყანას მას აქვს სტრატეგიული მიზნები ეგ სტრატეგიული მიზნები არის ერთი რომ შენ ყველა ძალაუფლების ასე რომ ვთქვათ წყალ დაიმორჩილო რაც მეტნაკლებად წარმატებით გამოსდით იმიტომ რომ არ არსებობს თითქმის დემოკრატიული ინსტიტუტი რომელიც ამ ქვეყანაში დარჩა და რაღაც სივრცეები მაინც გრჩება რა ამასავსები და ეგეთი სივრცე ზუსტად გამოხატვის თავისუფლება რითაც დავიწყეთ რომ რაღაც სივრცეები არსებობს თუ არა ხო ეგეთი სივრცე არის არასამთავრობო ორგანიზაციები ეგეთი სივრცე არის მედია
ხო? ან რომელსაც ესე ფეხდაფეხ მიყვებიან და ბევრნაირი კანონებით, ბევრნაირი ავტორიტარული თუ არალიბერალური პრაქტიკებით მოკლედ ახშობენ. და ეგ არის უკვე მაგის მაქსიმუმი ალბათ, რომ სოციალურ ქსელებში შეხვიდე. და შეხვიდე ძალიან ცუდად. და აი აქ მინდა ზუსტად მაგას გავუშვათ ჩემი ეს ხაზი. ზოგადად ამ მუხლის მიზანი რა არის? ან რატომ შეიძლება რომ შეზღუდო გამოხატვის თავისუფლება? ხო, გიორგი მახსენა ეს 176-173 მუხლები, რომელიც არის აი შაბლონურად ყველა ვიღაც თუ დაიჭერენ ადმინისტრაციულად, იცი რომ ან ერთი ან მეორე. სხვა შანსი არის რომ იყოს. აი რა შემთხვევაში გიორგი მოყვა, მაგალითად ერთი ადამიანი ქუჩაში მეორეს აყენებს სიტყვის შეურაცხყოფას და ამას აკავებს პატრული და ეს რეგულირდებოდა ისე. ოღონდ აქ არის მნიშვნელოვანი რა. რატო ხდება ეგ? ანუ ამ კანონის მიზანი რა არის? ის კი არ არის რომ ვისაც აგინებს ერთი მეორეს მისი პატივი და ღირსება დაიცვა. უფრო მეტად მიზანი არის რომ დაიცვა საზოგადოებრივი წესრიგი. ანუ არც ერთი კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი, გინებისთვის ან შეურაცხყოფელი ტერმინებისთვის ცილის წამების გარდა, ხო, რომელიც კიდე ცოტა უფრო სხვანაირი საკითხია. არ აწესებს პასუხისმგებლობას, რა მიბმული არის საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, საზოგადოებრივ წესრიგზე, ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ადამიანის და არა მის ღირსებასა და პატივზე. ღირსებას და პატივს იცავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ის ცილის წამების მუხლები, პატივის და ღირსების შელახვის. მაგრამ ეგ არის აქ ზუსტად გასაკვირი რომ აი ეს ჩამკეტი ცილის წამების და პატივის და ღირსების შელახვა გვაქვს, ლოგიკურია, უნდა იყოს და აქამდეც მოქმედებდა ეს სტანდარტი. ეს მოქმედებდა, მათ შორის მას იყენებდნენ ძალიან აქტიურად მედიების წინააღმდეგ. ბევრი საქმე არის, ხო, თბილისის მერი უჩივის, ხო, ხშირად ტელევიზიებს და მარტივად იგებს, 5 თვეში შეიძლება რომ 3 ინსტანციის სასამართლო დასრულდეს, ხო? მოგეხსენება როგორია სასამართლოში სამართალწარმოების ვადები. მაგრამ აი ზუსტად მაგაზე მინდა ხაზგასმა, რომ აი ეს მუხლი რომელიც წავიკითხეთ, რამე ღირებულებას კი არ იცავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველზე. არამედ იცავს აი ამ ადამიანების რა, რომლებიც არიან პოლიტიკოსები, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, ვისაც გიორგიმაც თქვა, რომ ყველაზე მაღალი თმენის ვალდებულება აქვს, რა, იმიტომ თავად გადაწყვიტეს, რომ მიდიან პოლიტიკაში და რა ვიცი, ადამიანები პოლიტიკაში მიდიხარ, განცდა უნდა გქონდეს, რომ ყველა სასაკეთად ვერ მიიღებ, ხო, ისეთ გადაწყვეტილებებს და მაგას აჩვენებს ყველაფერი. და შენ მაგ დროს გაქვს თუ არა, ხო, ზუსტად, პრინციპი შემოაბრუნეს და თქვეს, რომ ყველაზე მეტად დაცვა, ვისაც ყველაზე ნაკლები დაცვა, ვისაც ჭირდება, მოდი ის დავიცვათ და მეორე მხრივ აი მოქალაქის შემთხვევაში არაფერი. ხო, ანუ აი მარტივად რომ ვთქვათ, დაცვა ჭირდება რა, დაცვა იმათაც ჭირდება, უბრალოდ ყველაზე მეტი თავისი სტატუსიდან გამომდინარე, ყველაზე მეტი ამტანობა, ვისაც უნდა კონდეს, სწორედ პოლიტიკოსმა გვაგინოს სიტყვაზე ჩვეულებრივ ადამიანებს მუხლით არ დაიჭირება და პირიქით მოქალაქე რო აგინებს პოლიტიკოს ისჭება, ანუ ეგეთი აბსურდული კანონმდებლობა არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის, იმიტომ რომ პირიქით არის, ანუ პოლიტიკოსი საჯარო პირია, მას აქვს დიდი პლატფორმა ხალხთან სასაუბროდ, მათ შორის ის კრიტიკა შეუძლია მოიგერიოს თავისი პლატფორმით, გააკეთოს განცხადებები, მოიწვიოს პრესკონფერენცია, ან ძალაუფლება აქვს რაღაც კუთხით. და ამიტომ პოლიტიკოსს უფრო ნაკლები დაცვა აქვს მაგალითად მთელ მსოფლიო დემოკრატიულ ქვეყნებში. და რაც შეეხება პირიგან ჩვეულებრივ ადამიანს, ან პოლიტიკოსმა რო აგინოს Facebook-ზე ჩვეულებრივ ადამიანს, არაფერი არ შეუძლია, ხო? მაქსიმუმ სტატუსი დაწეროს ამ ჩვეულებრივმა ადამიანმა და პირიქით ამ მოქალაქეს არ ვიცავთ ამ კანონით და ვიცავთ იმ პოლიტიკოს, რაც არის სრულიად მართლა შემოbrunება სამართლის გაგებას. ამ მოქალაქეს ხო ისევ და ისევ აი რა პრინციპით შემოიყვანეს ის მარტო პოლიტიკოსებზე, პოლიტიკოს ვახსენებთ, მაგრამ ის არის რაღაც საჯარო მოხელეები, ყველა იმას ქმნის. პოლიციელებიც არიან. პოლიციელები ცალკე მუხლი არის კიდე. პოლიციელებთან ცალკე მუხლია პოლიციელების შესახებ კანონში თუ აქვე არის 73-ია. ეხლა რომელიც ამოქმედებს თუ რომელიც ის არსებობდა პოლიციელებთან მოქმედებდა იქაც სტანდარტი იყო. მან როგორ არის ანუ პოლიციელებთან დაკავშირება? პოლიციელის შეურაცხყოფა არის ჩვეულებრივად ესე საჯარო Facebook-ის ისინიც გვაქვს. Facebook-ზე გამოუყენებენ. გამოუყენებენ, მანდაც ეგ არის საინტერესო პოლიციელების მიმართაც წესით Facebook-ზე, ონლაინ, ტელეფონით არ უნდა ისჭებოდეს იმარტივი მიზეზის გამო, რომ მაგ დროსაც არ არის არანაირი ძალადობის და რაღაცა საფრთხე. მოწოდება საფრთხე. ეგ კი არა, აი ევროპულ ქვეყნებში არის კი ბატონო პოლიციის შეურაცხყოფა ისჭება და არის ეგ გამოცდილებები და მათ შორის 260 გამოცდილებები, მაგრამ მაგალითად ამერიკაში, რომელიც სტანდარტასაც იდეაში ჩვენ მივყვებოდით თეორიულად
ამერიკაში პოლიციის გინება, პირისპირ გინებაც კი არ ირჩება. ანუ ინდონეზია არის გამოხატვის თავისუფლება დაცული, რომ პირისპირაც კი პოლიციას რო შეურაცხყოფა მიაყენოს ადამიანმა, ანუ ისე უყურებენ გამოხატვის თავისუფლებას, რომ პოლიციელი ვინაიდან არის საჯარო მოსამსახურე, ანუ მათ შორის დატრენინგებული და იცის ამ ადამიანებს როგორ გაუმკლავდეს და როგორც ექიმი და ფსიქიატრიულში პაციენტს უმკლავდება, ისე უნდა გაუმკლავდეს პოლიციელი მაგალითად მთვრალ მოქალაქეს და არ არის აუცილებელი რომ იმის ყველა გინება პირად შეურაცხყოფად მიიღოს და მარტო მაგის გამო დააკავოს და ხელბორკილები დაადოს. მასე უყურებენ, მაგრამ ჩვენ კი ბატონო გასაგებია. ერთია ხელი შეშლა თქვა სამსახურებრივი უფლებამოსილების აღსრულების ხელი შეშლა. კი, ეგ ყველგან ეგ არ არის თუნდაც გინებითაც ან შეურაცხყოფით ან სიტყვიერი რაღაცა იმ შეხლა შემოხლით შეიძლება რომ ჩაითვალოს რომ ხელი შეუშალო, რა თქმა უნდა, ხო, მაგრამ აი ეს რო რაღაც ხელშეშლაც ანუ როგორ არის ანუ ხელშეშლა ჩვენთან იდეაში ასამართლებენ ხოლმე მაგით იცი რომ ხელს უშლი და პოლიციელს მაგრამ მაგის არც ერთი მტკიცებულება არ დევს ხოლმე საქმეში. მტკიცებულები კი ბატონო. თვითონ საერთოდ ცალკე არც ერთი და უბრალოდ პოლიციელის ჩვენების საფუძველი მაშინ როდესაც ყველა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი აღჭურვილია კამერით არ მოაქვს კამერები და ეგეც ცალკე პრობლემა არის რომ მტკიცების ტვირთი მაცია მაგრამ მარტო პოლიციელის ჩვენებას ეყრდნობა სასამართლო და ეგ სასამართლოს პრობლემა უფრო იმიტომ რომ დამოუკიდებელი უწყება არ გაქვს რომელიც ამ ტუან მართალს გაარჩევდა. აი ამ მოხრეზე მინდოდა პოლიციაზე ვარ გადავიდეთ ისე რა არის კიდევ საინტერესო ჩვენ მაგალითად მიშამ შვილდაძის ინტერესებს ვიცავდით და ანუ მიშამ შვილდაძე შალვა პაპუაშვილის აკრიტიკებდა კონკრეტულად USA-თან ხშირად თანამშრომლობდა შალვა პაპუაშვილი, მათ შორის იყო GIZ-ის თანამშრომელი და რაღაც ვიცით აგენტო. იდეაში ხო რა. ხო და ეხა მათი გაგებით აგენტობდა, მაგრამ ეხა გამოდის და ნუ აგენტებს ეძახის ამ ხალხს, ყველას მათ შორის მათ ვისაც გრანტები მისცეს თავადამად და ანუ ასე შემდეგ, ხო? და ეგ ხო არის ლეგიტიმური საჯარო ინტერესი, რომ საზოგადოებაში მაღაზია მსჯელობა იყოს. ანუ ეგ ისეთი რაღაც არის, რომ მთელი საზოგადოება დღეს მაღაზია მსჯელობს ამ აგენტობის სისტემაზე, ამ კანონებზე, ასე შემდეგ და ეგ იმდენად ღირებული მსჯელობაა, პოლიტიკური მსჯელობაა, რომ მსგავს მსჯელობას ევროპის ქვეყნებშიც, ამერიკაშიც თუ პოლიტიკური შინაარსი აქვს მსჯელობას, როგორი სიტყვებიც არ უნდა გამოიყენო კრიტიკული, უფრო ძალიან მაღალი სტანდარტის დაცვა აქვს რა, ანუ ჩვენ მოსამართლესაც მაგას ვმტკიცებთ პროცესზე რომ ეს არის პოლიტიკური სპიჩი, პოლიტიკური შინაარსის სტატუსი და მათ შორის მართლა შინაარსი აქვს, რომ აკრიტიკებს ადამიანს, რომელიც გუშინ თავად აკეთებდა რაღაცას, იმის გამო სხვებს აგენტებს ეძახის, ხო? ძალიან სრულიად ლეგიტიმური კითხვები აქვს ბატონ მიშამ შვილდაძეს, ამ შემთხვევაში შალვა პაპუაშვილთან სრულიად ლეგიტიმური კრიტიკა აქვს, ხო? და აი მოსამართლე მინიმუმ ეგ მაინც უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს უბრალოდ ლანძღვან, უბრალოდ შეურაცხყოფა კი არ არის რაღაცა შინაარსისგან დაცლილი და მხოლოდ იმ პიროვნების დეგრადირებისთვის ან რაღაც საზოგადოებაში არსებული ძალიან ესეთი სენსიტიური და სამსჯელო საკითხებზე ადამიანმა გამოთქვა თავისი აზრი. და აი მან რო შემოდის სახელმწიფო და ამ აზრს გიზღუდავს. ეგ არის ყველაზე დიდი ასე რეპრესია და არაფერი არ აქვს კავშირი მაგას. კონტექსტს რო თავი დავანებოთ და კონტექსტი როგორ შეიძლება ზოგადად უნიშნელო იყოს, ანუ რა ჩამოთვალე რა მიმართულებით ურტყამენ, ხო? აი გამოვლინებები სადაც უნდა. მაგრამ ამის მიუხედავად, სულ რომ მართლა გამართული სასამართლო სისტემა გქონდეს, მოსამართლეებზე ნდობა იმ ადამიანების გადასაწყვეტი იყოს, რა შეიძლება იყოს, აი გამოხატვის რა ფორმა არის, სხვას გადასვლა, აი ეს დისკრეციის უფლება მოსამართლეებზე თუნდაც მიცემა, მათი ვთქვათ რაღაცა ზოგადოებიდან და წარმოდგენიდან გამომდინარე. თავისთავადაც ფაქტიც იქნებოდა ხადია ეგეც პრობლემა. დამღუპველი რა და მით უმეტეს ამას რო ემატება რომ კონკრეტული დავალება და შერჩევითად რომ უნდა შეასრულოს და რაღაცნაირად მართლა რაღაც აი ნარკოტიკებზე მუხლივით არის რა როგორც რაღაც ნარკოტიკებით ჩაგიდებენ ნებისმიერ გამონათქვამს არ ვიცი რა სტანდარტი თვითონ ფორმალურად მაინც რა მე სტანდარტი არსებობს რა შეიძლება ჩაითვალოს თქვათ აი აქ შეურაცხყოფათ და ახლა რა სტანდარტი არსებობს რა დონის სათუთ ადამიანებთან გვაქვს ურთიერთობა, რომ აი რაღაცა შეიძლება რომ რაღაც პირიქით პოზიტიურად შემოიტანონ, მაგალითად ფეხზე უნდა ადგე თანამდებობის პირებთან. აი რა აშორეს, პრინციპულად რა არის, თქვა სხვაობა, რომ
რაღაცნაირად ახალი ჩამონათვალი დაამატოს ამ 173-ს, რომ რაღაც ბატონობით უნდა ელაპარაკო, თქვენობით უნდა ელაპარაკო, აუცილებლად ფეხზე უნდა ადგერო. ხო, აი მან ალბათ შეიძლება პარალელურად გავაბავლოთ თავისთავად ჯგუფის გამოყოფა ესე, რომ აი ეს ადამიანები რაღაცა გასაგებია, რომ პოლიციელები რომელიც ასრულებს იმას, თქვა აი ესეთი ჯგუფით, მაგრამ საჯარო მოხელეები რას ნიშნავს, ანუ აი ეს ცალკე ბოროტება კიდე საჯარო მოხელეების ესე განხილვა ცალკე რომელთაც შეუძლიათ დაბურული მინებით იარონ, ბასლაინებში იარონ, წესები დაარღვიონ და ეხლა დაემატება კიდე რომ რაღაც აუცილებლად ბატონობით უნდა ელაპარაკო, რომ გადაგიცდეს რაღაცა შეგინებას ჩაგიქმნან. და რა სტანდარტით, მოკლედ კითხვა აი ეს მაქვს რა, აი მოსამართლეები რა სტანდარტით თვითონ რაღაცა შეიძლება კარგი მაგალითი დილობაზეც ხო შეიძლება განსხვავებული ის კონდეს რა. კარგი მაგალითი ჩემი აზრით შეიძლება იყოს რეალური საქმე და გამოვყოთ კიდევ ერთი კატეგორია საჯარო მოხელეების მოსამართლეებიც, ხო? ანუ ჩვენ გვაქვს ერთი საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც ეხებოდა გვაქვს ეგეთი მუხლის ის სამართლის კოდექსში, რომ ისჯება სასამართლოს პატივცემულობა. ხო, ძალიან ბუნდოვანი ტერმინი არის, ხო, პატივცემულობა რა შეიძლება იყოს. ხო, მაგალითად მე მახსოვს შემთხვევები, რომ სასამართლოს ფორმალობა არის, სასამართლო შემოდის სხდომის დარბაზში, დგებიან ადამიანები და მე რას ხდებიან და გრძელდება იწყება პროცესი. და არის შემთხვევები, თუ უწდები გიორგი შემისწორებს, რომ ადამიანი არ ადგა, იმიტომ რომ პატივს არ სცემს, ანუ მისთვის მოსამართლე არ არის საპატივცემულო და ის დაუჯარიმებიათ უპატივცემულობისთვის. თუ მეშლება რამე ფეხზე ადგომისთვის, ხოლო თუ გადაყვავ, შეხედულებით შეიძლება გამოგაგდეს საერთოდ, იმიტომ რომ უპატივცემულობა მიეჩნია. მან ჩდება ეგეთი კითხვა, რომ ფეხზე გადადებულიც რო იჯდე რაღაც, გაჩნია ხო, ნუ რაღაცა ის აქვს. ხო, და მან ჩნდება ეგეთი კითხვა და ეს კითხვა წარმოიშვა ამ საქმეში რა, რომ ზოგადად უправა ეცდინება მაყურებელსაც, ალბათ ჩვენც არის ერთ-ერთი აქტივისტი, რომელიც დაიჭირეს ციხეში იჯდა იმის გამო, რომ მოსამართლე შეურაცხყოფა ედებოდა ბრალად. და ეს საქმე წავიდა საკონსტიტუციო სასამართლოში და იყო საკითხი იმის შესახებ, ზოგადად სწორია თუ არა, რომ მოსამართლის და სასამართლოს პატივისცემის დაცვის მოტივით შეზღუდვა გამოხატვის თავისუფლება, ხო? მათ შორის აი რაც თქვი, რომ რა ვცემ რა პატივს მოსამართლეს, ხო? ჩემი უფლება არის, რომ მაგალითად დამიჭირა უკანონო და ჩემი ოჯახის წევრი უკანონო დააჯარიმა. და არ მიმაჩნია, რომ ეს მოსამართლე იმსახურებს პატივისცემას. ომადური ადამიანი ვარ და არ ვცემ. ხო, რა, ანუ მე ხო ანუ მოკლედ უღირსი ადამიანი რო ვარ, მაგის გამო ხარ შეიძლება რომ პასუხისმგებლობა დამეკისროს კანონის მიხედვით რა, სოციალური ნორმის ფარგლებში შეიძლება რომ გამკიცრიანი ადამიანი ვარ და არ ვცემ პატივს ამსახურებელს. და ამ საქმეზე ნუ გასაგები არის რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე ეხარა ფარგლებში ოპერირებს და მოქმედებს. გამოხატვის თავისუფლება არ დაიცვა და დაიცვა სასამართლოს ავტორიტეტი, მაგრამ არის ერთი განსხვავებული აზრი ამ საქმეს არ თან ახლავს გიორგი კვენჭკილაძის, რომელიც წერს ძალიან საინტერესო რამეს. და წეგანაც ვახსენეთ რა, რომ როცა შენ დემოკრატიულ საზოგადოებაში გინდა რომ რაღაც მიმართ არსებობდეს ნდობა. ნდობა მართლა საჭირო არის რა, ეს საზოგადოების ნდობასაც ჩვეძახით დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, მათ შორის ერთმანეთის მიმართ, ხო, ეს საზოგადოება ერთმანეთზე ნდობა თუ არ ნდობა, ხო, ბევრ რაღაცა შეიძლება დაგვჭირდეს ეგ. მე საწინააღმდეგოს აკეთებს მაგნდობის. ხო, ანუ მოსამართლეს ოს ეგეთ კითხვას, რომ ეგ რითი უნდა მიიღწეს. იმით რომ სასამართლო თავის გადაწყვეტილების, ანუ სასამართლოს ერთადერთი პროდუქტი არის გადაწყვეტილება, ხო? მეტი არაფერი არ შეუძლია რომ პროდუქტად შექმნას. ანუ მისმა პროდუქტებმა უნდა მოუპოვოს მას ნდობა და საზოგადოების პატივისცემა თუ კანონმა. ანუ მიხდი ხო რას ვამბობ? მოსამართლე წერს ამ შემთხვევაში განსხვავებულ აზრში, რომ ეს უნდა იყოს მის საქმე, მეტი არაფერი. ანუ შენ თუ კანონით აიძულებ ადამიანებს, რომ ბატონო დაგიძახო, ან პატივცემულო თუ თქვენო ღირსება, ეგ ხო იმას არნიშნავს, რომ ღირსეულად მიგაჩნია, პატივცემულად მიგაჩნია ვიღაცა, ხო? ვატყუებთ ერთმანეთს, ხო? მეტი არაფერი. კანონის ჩავრიეთ ჩვენს ურთიერთობაში და ერთმანეთს ვატყუებთ. და ეს მოსამართლე მაგას წერს, რომ აი ამის გამო რომ ჩვენ თავი არ მოვიტყუოთ და მართლა გქონდეს საზოგადოებრივი ნდობა, მართლა ვენდობოდეთ სასამართლოს და ასე შემდგომ, ეს კანონები ამაში ხელს გვიშლის რა, იმიტომ რომ მე ძალიან რთული არის განასხვავო, რატო ეძახს ადამიანი მოსამართლეს ბატონო მოსამართლეს პატივცემულს, იმიტომ რომ კანონის დარღვევის ეშინიათ, იმიტომ რომ მართლა პატივსაცემად იქცევა. და ერთადერთი
გამოსავალი მაგის არის, რომ შენ საჯაროს მოხელი რო ხარ, ანუ მაგას ვამბობთ ზუსტად პროცესიც რა, რომ ანუ რამხელა ასე ვთქვათ, ზურგი გაქვს უკან, ხო? მით უმეტეს მოსამართლეს, რა, იარაღის ტარების უფლებით დაწყებული, მთელი სისტემა გიცავს. და ერთი ადამიანი, რომელიც შენს მიმართ, იმიტომ რომ შენი გადაწყვეტილება არ მოეწონა მაგალითად, გამოხატავს უპატივცემულობას, რას აკეთებ, ხო? დგები და ამ სისტემას იყენებ მთლიან მის წინააღმდეგ და ციხეში იჭრა, ხო? ანუ ეგ ხო, აი უბრალოდ შეუძლებელი არის, რომ ვიღაცა რო წაიკითხავს ნიუსს, რომ ადამიანი, რომელიც მოსამართლის მიმართ ეგეთი გამოხატვით მოიქცა, ეგეთი ქმედება გამოავლინა, დაიჭირეს. ძალიან ისეთია რა, ჩემი აზრით, ზიამაღლობელის ისიც შემთხვევაც ხო დაახლოებით იგივე მოტივებით არის სახელმწიფოს მხრიდან რა ეს. ხო, ნუ დასჯის და დასჯის რა თქმა უნდა, დასჯის სამაგალითოდ დასჯის კი. მაგრამ აი ზუსტად ეგ არის, რომ აი რაღაც საფრთხე თუ არის მან დრამე და ეგეთ საფრთხე მართლა არ არსებობს, რომ აი რა საფრთხეს ქმნის ის, რომ რაღაცა ადამიანი ეგეთი მოკლედ სოციალური ურთიერთობები არის დაზღვეული საზოგადოებრივი დამოკიდებულებით ერთმანეთსადმი, ხო? ანუ შენ თუ რაღაცა მართლა ამორალურად მოიქცევი, გამარჯვებას აღარ გეტყვით და საკმარისი უნდა იყოს შენთვის, ხო? და მე მგონია რომ ბევრი ადამიანისთვის ეგ საკმარისი მეტი არის, რომ შენ მაგირებულ ასე ვთქვათ, ქმედებებმა შეიძლება ის გამოიწვიოს, რომ ვიღაცა პატივს აღარ გცემდნენ უბრალოდ. და არა ის რომ ციხეში ჩაქვსვათ იმის გამო, რომ რაღაც დაწერეს ადგაც, ან ვიღაცა ასეთ სიტყვა უთხარი, რომ არ მოეწონა, ხო? აი ეგ არის ალბათ რაც უნდა დაფიქსდეს. ხო, პროცედურულად როგორ არის? ანუ ვიღაცა საარჩივარი უნდა შეიტანოს შენს წინააღმდეგ, რომ რაღაც შეურაცხყოფა მომაყენა, ანუ შეურაცხყოფის მოყენებაა ეს. უნდა დაურთოს, თქვათ, Facebook-ის შემთხვევაში ეს ფაილები და მოსამართლე იხილავს, რამდენად არის ეს შეურაცხყოფა. თვითონ პროცედურა, ანუ მაინც სტანდარტს მინდა დაუბრუნდე რა, მაინც აი საინტერესო მოსამართლე, ხო შეიძლება ვთქვათ, მოსამართლე იყოს ვიღაცა ადამიანი, რომელსაც რაღაც ანეკდოტები არ უყვარს და რაღაც იუმორთან არის მწყრალად რა, ეგეთებიც უფრო მეტია, ხო იქ? ხო და სიმღერა უყვართ, მაგრამ რაღაცნაირი სიმღერა ეყარა. ჯახოხბი ლექსები. მაგრამ ის არის, აი ეს ხო ვიღაცა შეიძლება ხო თავისებურად ის იყოს გახსნილი და ვთქვა, აი სტანდარტი როგორ ანუ ეხა რასაც აკეთებენ პრაქტიკაში, ეს ეხა იმის გამო რომ ახალი მუხლია და ეხა დაიწყეს აღსრულება, თებერვალში მიიღეს კანონი. და ეხა დაიწყეს აღსრულება, ანუ ეხა როგორ აღასრულებენ? ემოჯიზე εδავებოდნენ ვიღაცას, ხო? კი, ან მაგას გეტყვით როგორ აღასრულებენ. მამუკამ დინარაძემ როგორც ჩანს, ისიც სიტყვიერად პროცესირებს. მამუკამ დინარაძემ ყველა შემთხვევაში, ამ ყველა ვინც დააჯარიმეს ახლა, მიწერა წერილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და უთხრა, რომ Facebook-ზე ეს ადამიანები როგორც ჩანს, ანუ რა წერია მაგ განცხადებაში არ გვაჩვენეს. მათ შორის ეგ ეგ არის ერთ-ერთი დარღვევა კიდევ ადამიანის ფუნდამენტური უფლების, სამართლის სასამართლო განხილვის უფლების, რომ შენს წინააღმდეგ გამტკიცებულებას არსებობს, კი, არ გაჩვენებენ, რომ თან მე მინდა რომ ის საჩივარი ვინც დაწერა, ის გამოვკითხო ხო პროცესზე, ჯვარედინ დაკითხვის უფლება მაქვს, ანუ ეგ არის ფუნდამენტური უფლება ადამიანს, რომ გამოვიკვლიო ეს მტკიცებულება, რამდენად სანდოა, რამდენად მართლა ესე იყო, რა უნდა, რა პრეტენზია აქვს იმ ადამიანს. ხო და ეს განცხადება არ გვაჩვენეს, მამუკამ დინარაძის განცხადება, ამ მამუკამ დინარაძის განცხადების საფუძველზე პოლიციელმა შეადგინა რაღაც პატაკი, რომელთაც თქვა, რომ მომივიდა ინფორმაციაო განცხადებაო, რომ ადამიანები Facebook-ზე ილანძღებიან და შემდეგ დასკრინეს ეს და ოღონდ როგორც ჩანს დასკრინა სამართლის უფროსი ქალბატონი არის, რომელიც დღეს აღმოჩნდა, რომ ვიკაბუკის შემთხვევაში ჩარჩა, ანუ თავისი ქმრის Facebook-ით და თვალიერებდა ამეებს და როდესაც დასკრინა თავის ქმრის სახელი ჩარჩა, ამიტომ დღეს თქვა, რომ პოლიციელებს მივეცი ჩემი ქმრის Facebook-ის პაროლიო და ჩემი ქმრის Facebook-ით ეძებდნენ პოლიციელებიო, ამას რაც აბსურდია, ცხადია, თავად მოძებნა ეს და პოლიციის ნაცვლად მან შეადგინა ეს ოქმები პატაკები რაღაც, იმიტომ რომ პოლიციის სახელი გამოიყენა მხოლოდ და მხოლოდ აი ეს ერთი ფურცელია სკრინი მტკიცებულება საქმეში, სადაც აბსურდია, არანაირი სტანდარტი არ არსებობს, მეტის ჩვეულებრივი. არა, ამას მოპოვების დამაგრება ჭირდება მტკიცებულებებს, სხვანაირი მოპოვების წესები აქვს, მათ შორის წარმომავლობა მტკიცებულების განცხადება, რაც არის იმ მამუკამ დინარაძის, ეგ უნდა იყოს დამაგრებული საქმეზე, რომ საიდან წამოვიდა ეს საქმე მთლიანად, ხო? ან მათ შორის ეგეც მოვითხოვეთ პროცესი, რომ ეს მთლიანი საქმის მასალები წესით
დამოუკიდებელი მოსამართლეს დაუშვებლად უნდა ეცნო, იმიტომ რომ ის წარმომავლობა არ ვიცი მე, საიდან დაიწყო საქმე, რატო დაიწყო, რამდენად კანონიერი იყო ამ საქმის დაწყება საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. მაგრამ ამებზე რა თქმა უნდა მოსამართლე პირდაპირ შაბლონებად უარს გეუბნება დაუსაბუთებლად არც ერთ ამგვარ მტკიცებულებას არ ურთავს, მათ შორის ითხოვენ პოლიციელის დაკითხვას, რომელმაც ეს პატაკი და ოქმები შეადგინა, არც მაგის დაკმაყოფილება არ ხდება პროცესზე, რომ გამოგკითხვის პოლიციელი, რომ აი, ამდენი საქმეა, ელემენტარულად ქვეყანაში ამდენი დანაშაულები ხდება, რა ვიცი, პედოფილია არის, ძალადობა არის, ძარცვა არის და დეტექტივი ზის და მიშა მშვილდაძის თებერვლის სტატუსებს ათვალიერებს. და შემდეგ სკრინებს აკეთებს და ამაზე წარმოგიდგენიათ რამხელა რესურსი დაიხარჯა. წავიდ მე მთელი სამმართველო მუშაობდა ამის შედგენაზე, ამ დოკუმენტების მოგროვებაზე, შემდეგ სასამართლოში მივედით, სასამართლო მუშაობს მთლიანად იწერება გადაწყვეტილებები, დოკუმენტები, შუამდგომლობები, ასე შემდეგ. წარმოგიდგენიათ იმის გამო, რომ თებერვალში მიხეილ მშვილდაძემ რაღაცა თავისი აზრი გამოთქვა, დღეს მთელი სისტემა მუშაობს ამის წინააღმდეგ. ანუ აბსურდის მასშტაბი, მაგრამ უბრალოდ ძალიან საშიში არის ეს სინამდვილეში და ერთია რომ რაღაცა კი ბატონო შეიძლება გავიცინოთ, მაგრამ მეორეა ძალიან საშიშია, იმიტომ რომ ერთადერთი რაღაცაა დაგვრჩა ჩვენ დღეს საქართველოში გამოხატვის თავისუფლება, რითიც შეგვიძლია გავაპროტესტოთ ის რაც ხდება, ხო? დანარჩენი დამოუკიდებელი ინსტიტუცია არ არსებობს, პოლიციელი თუ გცემს საგამოძიებო არ იძიებს და ვიცით ეს არც ერთი პოლიციელი არ არის დასჯილი იმ ძალადობაზე, რომელიც კამერების წინ ხდებოდა და არავინ არ ირჩება. სხვა რამე სასამართლო არ გაქვს დამოუკიდებელი, სადაც ვინმეს უჩივლებ და მოიგებ. საკონსტიტუციო სასამართლოც უკვე აღარ არის ხალხის ხელმისაწვდომი. პროკურატურა რო დამოუკიდებელი არ არის, ესეც ხო ცხადია უკვე და მთლიანად სისტემა გახდა რეპრესიული და საერთოდ აღარაფერი აღარ იცავს ადამიანს და ამ პირობებში მე როგორც ადვოკატმა, მე როგორც აქტივისტმა, ჟურნალისტმა რა დამრჩენია, ხო? საუბარი ერთადერთი, რომ ხმამაღლა და საჯაროდ გავაკრიტიკო, მათ შორის იმგვარი სიტყვებით, როგორითაც მე მინდა და ასე მივიჩნევ, ამ ჩემს მიმართ განხორციელებული, ანუ ვინმეს მიმართ განხორციელებული უკანონობა, ხო? ეს არის ბოლო და ამ ბოლოსაც ზღუდავენ იდეაში და ჩვენ არ უნდა დავანებოთ ეგ. და მათ შორის ეხლა მოსამართლეს ჰქონდა ესეთი არგუმენტი, ბრძნული არგუმენტი, რომ თურმე გერმანიაშიც ასე არისო, რომ პოლიტიკოს შეუძლია უჯრედო. თეორიულად რომ დავიჯერ ერთი იქ ცოტა სხვანაირად არის, მაგრამ კონტექსტები არის აბსოლუტურად. კონტექსტები არის, იქაც არასწორია, ერთი რომ იქაც არასწორია, ანუ იქაური არასწორი პრაქტიკა, მიუხედავად იმისა, რომ განვითარებული და კარგი ქვეყანა, არ უნდა გადმოიღო იქაური არასწორი პრაქტიკები, ხო? ჯერ ერთი ეგ, რომ გამოხატვის თავისუფლება თუ სადმე ნაკლებად არის დაცული, იმისი პრაქტიკა არ უნდა გადმოიღო მაინც და მაინც, ხო? ჯერ ერთი ესეც სიმახინჯებებით დაზღვეულია. და მეორე კიდე დაზღვეულია იმით, რომ სასამართლო აქვს დამოუკიდებელი უწყებები აქვს, შეგიძლია რაღაც დამოუკიდებელი მედია აქვს, რომელსაც, რა ვიცი, არ აყადაღებენ და ფინანსების წყაროს არ ართმევენ და ასე შემდეგ, ხო? იმდენი რაღაცა გიცავს დემოკრატიულ სახელმწიფოში სხვა, რომ კი ბატონო, ეს შეიძლება ეს არასწორი პრაქტიკა არსებობდეს, მაგრამ ეს იმხელა კატასტროფულ შედეგს არ იღებს, რასაც აქვს, იმიტომ რომ აქ ერთადერთი ღა გვაქვს დარჩენილი. მეტი არაფერი აღარ გვაქვს დარჩენილი. და მათ შორის ეს საერთაშორისო პრაქტიკის ესე გადმოტანა არასწორად, ანუ ეგეც ხალხს ალბათ უნდა გავაგებინოთ, რომ ანუ ეგეც იარაღია, ასე ვთქვათ, ხელისუფლების ხელში, რომ რაღაცას ამოიჩიმებენ ერთ ქვეყანას და იქაურ არასწორ პრაქტიკას, მაგრამ ბრიტანეთის hate speech-ის რეგულირების პრაქტიკა უნდა ძალიან ზრუნავენ მოწყვლადი ჯგუფების და LGBT სამაგალითოდ მავნებლური LGBT ადამიანების მიმართ შეურაცხყოფა ისება ბრიტანეთში და ძალიან ზრუნავენ LGBT ადამიანებს ესენი და hate speech-ის რეგულაციები გადმოაქვთ აქაც. ან სრული აბსურდია, ხო? რის გადმოაქვთ სასახაც ხადია, რომ ის კრიტიკა რაც არ მოსწონთ, გაავრცელონ თავიანთ ძალადობრივი სისტემის მიმართ რა კრიტიკაც იქნება შეზღუდონ და ჩაახშონ. ანუ ეგ არის მაგათი მიზანი და მაგისი უფლება ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ არ მივცეთ პროტესტის გამოხატვით და ასე შემდეგ. კი არა, სიცოცხლის უფლებაა პირდაპირ რა, ანუ სიტყვის თქმის უფლება არის ისეთი რაღაცა, ფიქრს ფიზიკურად ვერ გიშლიან რა, ეხლა ფიზიკურად თავში ვერ მოძრებიან, მაგრამ ამ ფიქრის მიღმა რაც კი შეიძლება ოდნავ რაღაცა
თქვა, უკვე მანდ რაღაც ფილტრს გიყენებენ, კატასტროფაა ეს და აი რა შეიძლება რომ თქვა აი ამას დაუპირისპირდეს. ერთი თქვა საზოგადოების მხრიდან ესე თქვა ღლიცინი და აბუჩა დაგდება არის კარგი ინდიკატორი იმისი რომ თქვა სერიოზულად არიღებენ. მაგრამ თქვა პრინციპულად იგივე აი სიტყვის თავისუფლების რა გამოხატვის თავისუფლების რაღაც აი პრინციპებზე ხო ანუ ეგ მგონია ზუსტად რომ არის მნიშვნელოვანი რომ თვითონ დასაცავი რა არის რომ ეს უფრო ღირებულება ეს მოდევს თქვა თითოეულ ადამიანს. ხო ანუ მაგაზე მინდოდა მეც რომ დამატებით ხაზი გაგვესვა აი გიორგი მას ახსენა რომ მოსამართლეებს ძალიან უყვართ ხოლმე და არ მხოლოდ ხო იურისტებს პარლამენტში ვინცხედა რომ აი იქ არის ეგრე გერმანიაში, პოლონეთში და შესაძლოა ანუ სასაცილო არის რომ ორ გვერდიან განმარტებით ბარათში კანონის განმარტებით ბარათში რომ სამი ქვეყნის კანონმდებლობას უთითება ოღონდ case study არა გაკეთებული ხო ანუ აქ ისწავლია მართლა პრაქტიკა როგორ არის რა მაგრამ მაგას თუ თავი დაანებო ხო ანუ ჩვენ გვაქვს ეხლა რა მოცემულებაც გვაქვს ეგეთი მოცემულობა რომ სულ რაღაც 30 წელია არც Facebook-ის შემთხვევაში და სოციალური ქსელის მასობრივად გავრცელების შემთხვევაში 15 წელია რაც ჩვენ გადავედით ონლაინ. ხო, ჩვენი გამოხატვის ფორმატ დაემატა ონლაინ სივრცე. და ეს სტანდარტები, რომელთაც ზოგადად სასამართლოები ხელმძღვანელობენ კარგ ქვეყნებში და კარგ ქვეყნებში გულისხმობენ ისეთ შემთხვევაში, სადაც მართლა აფასებენ გამოხატვის თავისუფლებას, ხო? და რატო აფასებენ? იმიტომ რომ ერთი რაც შემთხვევი ეგ არის, რომ შენ შესაძლებლობას გადავს გამოხატვის თავისუფლება, აი რატომაც არის მნიშვნელოვანი, რომ რას ფიქრობს ხებს უთხრა, მე ჭეშმარიტებამდე მიხვიდე, განსხვავებულება აღმოაჩინო, რაღაც და ასე შემდგომ. კი, ნებისმიერი პროგრესი შეურაცხყოფის, ანუ კონკრეტული ფარო ვთქვათ, რაღაცა ვიღაცის, რაღაც გრძნობების იქნება თუ რაღაცა რწმენების შეურაცხყოფას ხარჯზე ხდება. შეუძლებელია, ანუ საზოგადოება, რომელიც აწყავს განსხვავებული ჯგუფები და ჩვენც გვაქვს ეგეთი საზოგადოება, ხო? ეთნიკური უმცირესობები, მაგალითად, რა ვიცი, რელიგიური უმცირესობები, სექსუალური უმცირესობები, რომელსაც სხვადასხვანაირი შეხედულებები აქვს, სხვადასხვა რაღაც აწუხებთ და შეუძლებელია რომ რაღაც თქვა და ყველას მოეწონოს. და მე მან არ უნდა შემოვიდეს სახელმწიფო და შინაარსობრივად არ უნდა დაიწყოს ერთი მხარის ამორჩევა რა და მაგას ჯობია რომ თქვა რომ მე ნეიტრალური ვარ. და მაგას ქვია სამართლებრივად გამოხატვის თავისუფლების რეგულების ორი მეთოდი. ერთი შინაარსობრივი, ანუ სახელმწიფო გეუბნება რა თქვა რა არ თქვა და მეორე შინაარსობრივად ნეიტრალური გეუბნება რაც გინდა თქვი, ოღონდ რაღაც ფორმატებს შეგიზღუდო, მაგალითად დროს, მაგალითად ადგილს, მაგალითად ფორმას, ხო? მაგალითად რაღაცა შენ თუ გინდა რომ რაღაც თქვა დაიწერო ბანერად კონდეს, შიშვას ხეულზე ნუ დაიწერე, იმიტომ რომ ნუ ხო ხტები რა თქვა. მაგრამ პლაკატზე გეწეროს რა. ეგ არის ფორმის შეზღუდვა პირობითაც. მაგრამ როცა შინაარსში შემოდის სახელმწიფო, ხო? მან არის ძალიან გამონაკლისი შემთხვევები, როცა შენ შეგიძლია რომ სახელმწიფომ შინაარსობრივად დაიწყო ადამიანების სიტყვის კონტროლი. სულ არის რამდენიმე გამონაკლისი, კარგ გამონაკლისებს გულისხმობ, ხო? ერთი არის უხამსობა, რაც ნიშნავს იმას, რომ შენ ისეთ შემთხვევებში ზღუდავ სიტყვას, რომელსაც არანაირი ღირებულება არ აქვს, არც პოლიტიკური, არც, რა ვიცი, კულტურული, არც არანაირი საერთოდ. და აი მაგალითი არის ხოლმე მომყავს ეგეთი მაგალითი ბავშვთა პორნოგრაფია. ანუ არანაირი ახსნა არ აქვს, რატო შეიძლება ეგ მაგას რამე ღირებულება გქონდეს. მაგრამ ზოგადად ბევრნაირი შეიძლება იყოს უხამსობის მაგალითები. მეორე რეპუტაციული ზიანის მიყენება, ხო, ცილისწამება. ნუ ცილისწამებაც გასაგები არის, ხო, რომ ადამიანები რაღაც სოციალურ კაპიტალს ვაგროვებთ და შენ უბრალოდ იმის გამო რომ რაღაცა ჩემ შესახებ არსებითად მცდარი ფაქტები თქვი, ცხოვრება არ უნდა დამინგრიო, ხო? აი ჩემი ოჯახის წინაშე, ჩემი პარტნიორების წინაშე, ბიზნესში და ასე შემდეგ. მაგრამ მანდაც კი, აი გიორგიას ამბობდა ეგ სტანდარტი ვრცელდება, რომ შენ შეიძლება დაგიმტკიცოს სასამართლოში ვიღაცამ, რომ მასზე არსებითად მცდარი ფაქტები გაავრცელე და ამით მას ზიანი მიადგა, მაგრამ ეს საკითხი იყო საზოგადოებრივი მნიშვნელობის და გადაწონოს გამოხატვამ ვიღაცის პირადი რეპუტაცია და ის სასამართლოც, რომელსაც მაგალითად მოყავთ ხოლმე რომ ადამიანის სასამართლო მაგას აფასებს რა, რომ ზოგადად იცავს გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ თუ კი ვიღაც რეპუტაცია შეილახა, მე ასევე უყურებს იმას, აი რა უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, ხო? მის რეპუტაციის შელახვა თუ ადამიანების ასე რომ ვთქვათ, დისკუსიის ახალისება რაღაც საკითხზე. და ამას შეიძლება მათ შორის შეეწიროს ვიღაც რეპუტაცია, ეგეთი არის ზოგადად საზოგადოება.
და ეგ როცა მოკლედ გადადის სახელმწიფო ონლაინში და ცდილობს რომ შინაარსობრივი რეგულირება დაიწყოს ონლაინ. აი ეგ საერთოდ ისეთ შემთხვევა რომელიც არ უფიქრე არც ერთ კანონმდებლს როცა ამ კანონებს წერდა, ხო? იქნება ეს ამერიკის უზენაეს სასამართლო. ჩვენი კანონმდებლობა 4 წელს არის დაწერილი სიტყვისა და გამოხატვის საზრდოობის შესახებ კანონი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არის და რომელიც არის დაფუძნებული პირდაპირ ამერიკულ სასამართლო პრაქტიკასა და კანონებზე. რომელიც ამბობს, რომ აი მე რაც ჩამოთვალე, მაგ შინაარსობრივი შეზღუდვის გარდა არ შეიძლება რომ შეზღუდო ადამიანის გამოხატვა და სიტყვა და ასევე ის რაც გიორგიმაც ახსენა, როცა მოკლედ ანუ შედეგი მოყვება რაღაც საფრთხის, ხო, საზოგადოების წესრიგის დარღვევა და ასე შემდეგ. და ეგ საფრთხები ონლაინ უბრალოდ არ არსებობს რა. ანუ შეუძლებელია ვიღაცამ ამტკიცოს წარმატებით, მუქარისგან განსხვავებით, მაგალითად, რომ ვიღაცას Facebook-ზე დაუკომენტარო, შეესეთო, შეისეთო, მაგას მე მოყვეს რეალური საფრთხე, რომ ეს ადამიანი მაგალითად, რა ვიცი, ადგეს, ჩაიცვას, რაღაცა იარაღი აიღოს, წავიდეს, გაიგოს ამ ადამიანის ნომერი, მივიდეს. მოკლედ, იმხელა ტრანზაქციული ხარჯი გაქვს. ალტერნატიული დანახარჯი გაქვს, რომ არ აკეთებ ეგრე რა. მაქსიმუმ რა დაუკომენტარო აქეთ რომ შენი და ალტერნატიული რაღაც გაქვს კიდე ონლაინ ის განსხვავებაც არის, რომ შეგიძლია დაბლოკო, შეგიძლია წაშალო, შეგიძლია საერთოდ რა ვიცი ყურადღება არ მიაქციო, დააჰაიდო ასე ვთქვათ, ან იმდენ საერთოდ შეგიძლია გააუქმო ბოლოს და ბოლოს ეს Facebook-ი, ან იმ ადამიანს ისე დაბლოკო, რომ საერთოდ შენთან კომუნიკაცია აღარ ქონდეს. ანუ პირადად სხვა არის, ანუ შეიძლება რომ ეგ პრობლემა იყოს, რომ საფრთხე ვერ აიღო. ის არის საფრთხე იყო და იქ ონლაინ ანუ ძალიან მარტივი არის მაგისი დაზღვევა და თუ არ მოგწონ სიტყვაზე, ნუ შეხედოთ მით უმეტეს პოლიტიკოსს. ეგ სტანდარტი არა მხოლოდ სამართლებრივი საზოგადოებაშიც კულტურულადაც არ გვაქვს ჩვენ რა, მაგალითად ის რომ შეურაცხყოფას ვიღაცა გაყენებს და ჩვენ შეგიძლია შეურაცხყოფით მეყენოთ, ანუ ფიზიკურ ძალადობაში ეს არ გადაზარდო. ეგ სტანდარტი საზოგადოებაშიც არ არის რა, ანუ სხვა კულტურულად მოვდივართ ხო რაღაცნაირად და ამ ღირსებითაც თქვათ ფუთავენ კიდევაც აი ამ დამოკიდებულებას სადღაც რა, შარავანდეთში რომ რაღაცნაირად რას ქვია ჩვენ ღირსეულად ვიქცევით, ჩვენ საქართველოში რაღაც კულტურულიერიშვილი ვართ და ჩვენთან დედის გინება სხვანაირად ეგრე არ ტარდება წყაო. მით გვაგინებდნენ აქციაზე პირდაპირ რა ქვია. მამაღალი მოლაპარაკეთი სპეცრაზმი, პოლიცია, ოფიციალური ფორმებიანი ადამიანები აგინებდნენ იქ ყოფ გოგო ბიჭებს დედას, ანუ პირადად აგინებდნენ თან და სახელმწიფო აგინებდა ახალგაზრდებს, ანუ პირიქით კი არა, ანუ ხო, მაგრამ პოლიციელებსაც რო უყურებდი, აი ძალიან ბევრი, აი გულწრფელად აი ეს გაღიზიანებული და აგრესიულ მომატებული იყო, სწორედ მაგითო რომ რას ქვია, აი გეგონება ის რომ რაღაცა გამტარებული ადამიანი რომელსაც ურტყან რომ იგინება რაღაც მასკიან რაღაც ბრბოს მიმართულებით შეიძლება ჩათვალო რომ პირადად მიიღო ეს შეურაცხყოფა რომ პირადად ჩვენ გაყენებს. ანდონეზე გაგონულია პროცესებს ვამბობ ხოლმე. თუ ქართველობის დაცვა გვინდა, ქრისტიანობის დაცვა გვინდა, აი ვაჟკაცური ადათ-წესების დაცვა გვინდა, ხო? სახელმწიფოს ჩარევა ადამიანის სიტყვების საკრძალვაში არის პირველი მაგის წინააღმდეგ. პირველი ანტიქრისტიანული საკითხი არის ეგ. ანუ მაგალითად იესო ქრისტე შეურაცხყოფას აყენებდა ფარისევლებს სიტყვაზე. ანუ რაღაცა სიტყვებით ეუბნებოდა დახლები აუყირავა, ასე შემდეგ. ანუ არ არსებობს პროგრესში ვიღაცა შეურაცხყოფას გამოხატვის თავისუფლების გამო აწამეს სინამდვილეში ადამიანი ეგ ხო სიმბოლოა, ხო? ანუ თითოეული ჩვენგანი სახელმწიფო, როდესაც ადამიანს სიტყვების გამო აჯარიმებს ან ციხეში სვამს ან რაღაცა, ჩათვალე რომ იგივე ქმედებას აკეთებს, რაც გაუკეთეს იესო ქრისტეს, რომ თავის სიტყვების გამო ადამიანი ჯვარზე გაარკვეს, ხო? ანუ ეგ არის არა ქართველობა სინამდვილეში, არა ქრისტიანობა. მაგალითებში ამას გულისხმობდი, ხო? მაგას გულისხმობ, მათ შორის სასამართლო პროცესებს ვსაუბრობ ხოლმე ამას, იმიტომ რომ რადგან კონსტიტუციას და კანონს ვეღარ აგებინებ, ხო, იქნებ რაღაცა მორალი, ქართველური, მართლა ტრადიციული მორალი გააღვიძო ადამიანში, ხო? რა არის მართლა ჩვენი ტრადიცია? ის რომ ვიღაცამ შეურაცხყოფა მომაყენა და ვიღაცა სახელმწიფოს იმას საჩივარი დაუწერო და მოიყვანო და დაასჯევინო? თუ ის რომ ადამიანურად დაელაპარაკო და რატომ თუნდაც პოლიტიკოსი ხარ შენ, ხო? და შენზე წერენ კრიტიკას. დაუძახი ამ ადამიანს და რატომ აკრიტიკებ? მოდი ვიმსჯერო, თან დებატებში დაუჯექი, ან კომენტარებზე დაუკომენტარე და უთხარი რომ აი რა გინდა ეს გავაკეთე არასწორად ეს გავაკეთე. იმსჯელე, ხო? საჯარო პირის, ანუ საჯარო პირზე გვაქვს თან საუბარი, ხო? ანუ რაღაცა თუნდაც კაი ვთქვათ მოსამართლეს შეიძლება კიდე რაღაცა ეტიკეტი, ახლა პარიკები უკეთიათ ბოლო და რაღაცები აცვიათ, ხო და რაღაცა ეტიკეტი შეიძლება თქვა რომ კაი ეტიკეტში გაუტარო ის რომ ფეხზე ადგომა დარბაზში, თუნდაც რა, მაგრამ აქ საჯარო პირებზე საუბრობთ და აი საჯარო მოხელეს უბრალოდ
თან უბრალოდ კი არა. ხალხთან ურთიერთობაში მეორე მხარეს აკრძალული კონდეს რაღაც აქეთ მხარეს. ნებისმიერი რამის თქმა, რომელიც ამას შეიძლება არ მოეწონოს, რაღაც აბსურდი და თან ეგ გაამართლა ქართველობით და ღირსებით და ვაჟკაცობით, როცა პირიქით, ანუ ყველაზე არავაჟკაცური საქციელია სახელმწიფოს დაუძახო, რომ აი იცი, იმან მონადამ იძახა Facebook-ზე, ანუ თან პოლიტიკოსი რო ხარ და პრეტენზია რო გაქვს, რომ ავტორიტეტი გაქვს საზოგადოებაში, ხო და რეპრესიულ მექანიზმს იყენებ პირადი რაღაცა ჟინის დასაკმაყოფილებლად, ხო და ეს რეპრესიული მექანიზმიც მოყვება ამაში და გაყენებინებს თავს ამისთვის. ეგ არის, რა ვიცი, ან მართლა არა ქრისტიანული საქციელია, აი ეგ არ ვიცი, სხვა ნორმალ არ ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში მსგავსი რაღაცები. და თუ ერთადერთი სადაც ხდება, ეს არის რუსეთი და ისიც აი ჩეჩნეთი რა, ანუ აი პირდაპირ იქ ხდება ეგ. ხო, ну ავტორიტარულ ქვეყნებში ერთადერთი სადაც რაღაცნაირად დამატებით დაცვა ჭირდება. თან ფიზიკურად ვერ დაიცვა, გარდა იმისა, რომ რაღაც ცენს აწესებ და რაღაც თუ გაგივიდა შიშს და ამკვიდრებდა რა. ანუ თვით ცენზურით თუ გაჩერდება ეს ხალხი თორე ნებისმიერ შემთხვევაში იგავარაკებით მაგიტოა ხო გონილი ანუ სხვა ანუ ეს ხო თქვა ახალი არა რაღაც ავტორიტეტს რაღაც არ უნდა რომ რაღაცაზე ხალხმა მათ შორის მიხეილ შვილ და მიშა შვილდაძის საქმეში ამ მოსამართლეს მაგალითიც მოუყვანე რა ვიცი ჩვენ ილია ჭავჭავაძის მაგალითი ბედნიერი ერი რომ დაწერა ხო ანუ ესე რომ წაიკითხო ძალიან შეურაცხყოფელი არის ქართველი ერის მიმართ ხო ანუ ჯორცხენია შედარებული და ისეთ სიტყვებია გამოყენებული მაგრამ რატო გააკეთა ეგ ანუ იმიტომ რომ იმ დროს სჭირდებოდა საზოგადოებას გამოფხიზლება იმ დროს სჭირდებოდა რომ სარკეში ჩაგვეხედა ჩვენ და გვენახა რომ რაღაც არასწორი ხდება ჩვენს ქვეყანაში და მოდი გამოფხიზლდეთ რაღაც ცივი შხაპივით იყო საზოგადოებისთვის და ამან მართლაც გამოიწვია საზოგადოებაში მსჯელობა ასე შემდეგ და ეხლა აქედან ამ გადმოსახედიდან ხო ჩვენ ილია ჭავჭავაძეს ვამართლებთ მაგ სიტყვებისთვის რომ მართალი იყო შეიძლება მაშინ უმცირესობაში იყო და ხალხს არ მოეწონა ეგეთი დამოკიდებულება მაგრამ ამ გადმოსახედიდან ჩვენ ხო მივხვდით რომ მართალი იყო აი ეგ არის ქრისტიანული საქციელი რომ შეიძლება ერთი ადამიანი რაღაცა ისეთ ამბობდეს რაც სხვებს უფრო მეტს არ მოწონდეს მაგრამ თუ ამაზე მსჯელობა წავა და თუ ის სიმართლე არის მე გაირკვევა ხოლმე რომ იმ სიმართლის გამო ადამიანი არ უნდა დასაჯო და არ უნდა განიკითხო და ასე შემდეგ პირიქით ამაზე უნდა იმსჯელო და გაარკვიო ტყუან მართალი ხო და თუ ამას შეზღუდავ და აკრძალავ ტყუან მართალს ვეღარ გაარკვევ უბრალოდ და დაგრჩება მხოლოდ ის რაც კონკრეტულ ჯგუფს რომელსაც აქვს ძალაუფლება მიაჩნია რომ არის მართალი და არა ის რაც მართლა მართალია ხო და თან იმ გამკაცრებულის რაღაც სანქციებიც არ არის ხო იგივე ადმინისტრაციული თვითონ ადმინისტრაციული კოდექსიც ხო რაღაც გაიზარდა ესენი პატიმრობის ვადები და ამასაც ეხება მაქსიმუმი ხო ანუ ეს არის ჯარიმა არის 400 ლარამდე და პატიმრობის ვადა არის 45 დღემდე ხო და ეს 45 დღეც თითქოს ის ეჟღერს რაღაცა ყურში შეიძლება გამოუცდელი ადამიანისთვის ის იყოს რომ პატიმრობის ვადა რაღაცა 5 დღე 45 დღე მე რა და სხვაჯერ ეგ ცალკე დარღვევა არის. შეუძლია პატიმრობა, ხო რა. ანუ ეგ 15 დღემდე შეამცირეს, ამ წინა ხელისუფლების დროს იყო 90 დღემდე. მე ეს ხელისუფლება რომ მოვიდა 15 დღემდე შეამცირეს, რაც სწორია იდეაში და თან მეტი ჩვენი იზოლატორები ისე არის მოწყობილი რომ ადმინისტრაციული პატიმრობის 15 დღეზე მეტი, ანუ ძალიან რეპრესიულია გამოდის, იმიტომ რომ ხარ 4 კედელში რაღაც 5 კვადრატულში მიზანი რა არის ზოგადად ადმინისტრაციული პატიმრობის სისხლის სამართლებრივი გასაგებია პატიმრობით მაგრამ აი ადმინისტრაციულში თეორიულად ვკითხულობთ ხო რა არის მიზანი ჩვენ კოდექსში დასჯა თუ არ არის დასჯის გარდა ჩვენ საბჭოთა კოდექსში წერია რომ საზოგადოების აღზრდა არის მიზანიო და რაღაც კომუნისტური რაღაც მოქალაქის ჩამოყალიბება და რაღაც ეგეთები წერია მაგრამ ნუ ნორმალურ ქვეყნებში მაგისი მიზანი ერთადერთი შეიძლება იყოს რომ მსგავსი ქმედება ან თუ რამეს არღვევს ადამიანი მეორედ აღარ ჩაიდინოს ანუ პრევენციული ფუნქცია კონდეს ერთი იმ შენ ქმედებაზე აგო პასუხი რომ რაღაც სამართლიანობა აღდგეს ასე ვთქვათ იგივეა თითქმის რაც სისხლის სამართლის მიზნები არის მაგრამ აქ ხო ისენია გადაცდომები ისეთ ვთქვათ ძალადობრივი გადაცდომები გასაგებია რომ ძალადობის შემწყები რომელიც არის მაგრამ
აი ესეთი ტიპის ნუ ეხლა პროპორციული ეს ცალსახად არაპროპორციული არის, მაგრამ სიტყვაზე ჯარიმა რატო არ აღწევს ამ მიზანს რა? ხო, ანუ ადმინისტრაციული შემთხვევაში. აქ ცხადია ეხლა რატოს ერთი არის პოლიტიკური შინაარსი, რომელსაც აქვს ცხადია, რომ უნდათ რომ მაქსიმალურად რეპრესიული იყოს ადამიანების მიმართ ეს კანონი და ამიტომ გაზარდეს მათ შორის 60 დღემდე გაზარდეს პოლიციელის შეურაცხყოფაზე პატიმრობა, 60 დღე ჩვენთან მაგალითად დიღმის იზოლატორში, ალბათ უდრის 1 წელს ჩვეულებრივ ნორმალურ ციხეში რო იჯდა, იმიტომ რომ ძალიან ცუდი პირობებია იმისთვის, რომ 60 დღე იჯდე მან დიღმის იზოლატორში. პატიმარი ხარ, მოწყვეტილი ხარ, ანუ ყველაფერს, ანუ არ არის ეს პატარა ვადა რა. კი ბატონო, და ანუ მიდიაში მიზანი უნდა იყოს, რომ რა ვიცი, სიტყვაზე მთვალი ადამიანი თუ სადღაც წესრიგს არღვევს, მოაცილო ამ საზოგადოებას, სასჯელი მიიღოს ცოტა მცირე იმ წესრიგის დარღვევის პროპორციულად, რაც ჩაიდინა, ეხლა მანდ არ არის ისეთი მძიმე რაღაცეები, რომ რაღაც ბევრი დრო ჩაძდეს ხო ციხეში, ანუ რაღაცა მცირე დარღვევებზე უნდა იყოს მცირე ვადით, შეიძლება სიტყვაზე ჩადო და 15 დღიანი, შეიძლება 10 დღიანი ყოფილიყო მაქსიმუმ და გონივრული იქნებოდა და შეკავების ფუნქცია მაგას აქვს იდეაში საზოგადოების. უბრალოდ ამათ ეხლა რაც გააკეთეს ამ პოლიტიკური შინაარსის საკითხებზე ამების გაზრდა, ხო? იმის გამო გააკეთეს ხოლმე რომ დააშინოს საზოგადოება და წეღარასაც საუბრობთ ჩილინგ ეფექტი რაც არის რა, ადამიანებს შეეშინდეთ რომ მეორედ აღარ გააკეთონ მსგავსი რაღაცას. მსგავსი რა, ანუ ისე არაფერი არ არის მანდ უკანონო. მაგრამ ანუ უსაფრთხოდ სჯიან ამათ, მაგრამ აი გამოხატვის გამო სჯიან და მაგრამ დაკეთ კრიტიკა იდეას როგორც ესეთი რომ კრიტიკული განწყობა იყო, საბოლოოდ ამ განწყობას არ დგამენ, ხო? იმიტომ რომ ეგრე გამოვიდა რაღაც Facebook-ში შესვლა თუნდაც შინაარსში ეს არის რომ თქვათ რაღაც განწყობაზე იმოქმედონ რა. კი, იმიტომ რომ ანუ რო დაფიქრდე ხო, რატო შეიძლება რომ ადამიანი ჩასვა 4 კედელში, ხო? იმიტომ რომ დაფიქრდეს თავის ქმედების რაღაცა არამართებულობაზე, ხო? რა მაგალითად ვიღაცას რაღაცა გაუფუჭა რა, ისე რომ მოიქცა ბოროტი განზრახვით, ვიღაც რაღაცა ზიანი მიაყენა და დაფიქრდეს რომ ხო, აი რაღაც საკუთარ თავთან დარჩეს მარტო მათ შორის და გარდა იმისა რომ რეპრესიული ხასიათი აქვს და თქვას რომ ხო, ალბათ ჯობია რომ გამოვალ აქედან მე ეგრე აღარ მოვიქცე. და ეხლა რა უნდა ქნას, რომ დაფიქრდეს რომ ანუ პოლიტიკოსს რო დაუწერეს ტიკე რაღაცა სმაილი აი ხო ხდებით რას ვამბობ, რომ რანაირად შეიძლება რომ ეს ადამიანი ციხეში თუ იზოლატორში მყოფი ასეთი ტიპის სამართალდარღვევების შემთხვევაში ერთხელ მაინც გაუჩნდეს ამ ადამიანს დანაშაულის განცდა, ხო? აი პირიქით. შიში, ერთადერთი შიში შეიძლება ხო, შიში მომუნდეს, ხო? ოღონდ არა ამ ადამიანს, ანუ სხვა რეალურად სამართალდარღვევის ნებისმიერ დანაშაულს აქვს, სასჯელს აქვს მიზნები და საზოგადოებრივი პრევენციის მნიშვნელობაც აქვს, ცხადია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის კერძო პრევენცია, რომ შენ აღარ გააკეთო იგივე. რა თქმა უნდა. და ცხადია ხა და არა ის რომ გამოგიყენონ საფრთხობელად სხვისთვის რა. კი, მხოლოდ ეგ თუ აქვს სასჯელის მიზანი, ვიცით მარიხუანას საქმე, საკონსტიტუციო სამართლოში, რომელზეც საკონსტიტუციო კორეგრი არ შეიძლება, ხო? მარტო იმის გამო არ შეიძლება ადამიანი დასაჯო, რომ მის ქმედება ასე ვთქვათ, სხვას არავის არ აზიანებს რა. და ეს ეგრე გამოგვდის რეალურად, რომ ადამიანი რომელიც 4 კედელში არის გამომწყდეული, თუნდაც რა ვიცი 2 დღით ის არაფერს არ აშავებდა, უბრალოდ მარტო იმისთვის იყენებ, რომ სხვებს აჩვენო ეს ადამიანი მაგალითად, რა, რომ აი შენც ეგრე მოგივა. და მაგაზეც მინდოდა ცოტა, არ ვიცი, რამდენად გვაქვს დრო ხაზი გამესვა. რეალურად რატო არის აი რა არის, რატო არსებობს და რატო გვჭირდება ხოლმე ესეთ შემთხვევებში სახელმწიფოს ინტერვენცია, რა? აი რატო კოდექსი? ანუ იმიტომ რომ ჩვენი უფლებების განხორციელების დროს სულ არის კონფლიქტები, ხო? მე რაღაცნაირად შეიძლება მომინდეს ჩემი ცხოვრების დაგეგმვა და შენი ინტერესთა კონფლიქტი შემოვიდეს იქ და მე თუ ვერ გვარდებით, მე ვეძახით სახელმწიფოს, რომ აი მოდი რაღაც ოღონდ ინსტიტუციურად დაგვეხმარე რა, მაგალითად სასამართლოში წავიდეთ, რა წესები გვაქვს, იქ გადაწყვეტს ჩვენი პრობლემა. აქ რა საქმეებს ახლა ჩვენ განვიხილავთ, რომ რომელიღაცა ადამიანი და ამას გიორგიც ძალიან ესე კარგი მაგალითს მოყვა, ხო, რომ ვიღაცის მიმართ გამოხატავ მწვავე ფორმით კრიტიკას და ეს არის კონფლიქტი და აი რაში გჭირდება მათ სახელმწიფოს ინტერვენცია. ანუ პოლიტიკოს ეძახი რაღაცას. ოღონდ უბრალოდ კი არა ეძახი, იმიტომ რომ რაღაც ცუდი გააკეთა, ან საჯარო მოხელეს. და ეს ადამიანი
კონფლიქტის გადაჭრის უამრავი გზა არსებობს, ხო? აი გიორგი მას ახსენა, რომ დაუძახი ამ ადამიანს ფორუმების აურაცხელი თუ აურაცხელი ალტერნატივები გვაქვს. და მაგაზე ყველაზე კარგი მაგალითი, რაც ალბათ შეიძლება რომ გამოვიყენოთ და ონლაინზე როცა გადავდივართ მაგის ასახსნელად, ეს დოქტრინა არსებობს, დატყვევებული მსმენელის დოქტრინა ქვია, ქართულად რო გადმოვთარგმნოთ ალბათ. რას გეუბნება რა, რომ მაგალითად შენ თუ გადიხარ ქუჩაში და ვიღაც ტიპი დგას, რომელიც დედას გაგინებს, ძალიან რთული არის რომ არ უკუგება არ კონდეს რა, რაღაც ფორმით. ტიპი დგას, გაგინებს. ხო, რა უნდა გააკეთო, ხო? რაღაც შეიძლება რომ არ ფიზიკურად არ მიაყენა შეურაცხყოფა, რაც ამბობდი. მაგრამ რთული არის რომ აი მისმა შეურაცხყოფელმა გამოხატვა არ დაგატყვევოს და რაღაცა შენში არ წარმოშვას რაღაცა ემოციური მდგომარეობა. მაგრამ რა ხდება სოციალურ ქსელებში, ხო? ანუ ძალიან მარტივად შენ შეგიძლია შენი სოციალური ქსელი მოაწყო ისე, რომ საერთოდ არ ნახო ისეთი კონტენტი, რომელიც არ მოგწონს. აი რა ვიცი, მაგალითად, ჩართო აქვს ნებისმიერ სოციალურ ქსელს content moderation-ი ქვია, ანუ შენარსობრივი ფილტრების დაყენება და თქვა რომ მაგალითად საერთოდ არ მომიგდეს პოლიტიკური კონტენტი და არ მოგიგდებს, ანუ თუ ეგეთი მოწყვლადი ხარ რა, მით უმეტეს საჯარო მოხელე. და ჩვენ გვაქვს საქმეები, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი საქმე იყო, სადაც მე სტრასბურგში არის წასული ეს საქმე, სადაც ერთი ადამიანი ბასლაინებში რო დადის შკოდა, აი ზოგადად მოიხსენიებდა შკოდებს შეურაცხყოფელად. არა პერსონიფიცირებულად რომ აი ეს საჯარო მოხელე, რომელიც შკოდით დადის. არამედ ზოგადად მოიხსენიებდა რომ აი შკოდების და ასე შემდგომ მართველი ისე ძღოლები ვინც არიან, მათი ესე და ესე. და როგორ დაიწყო საქმე, რომ რომელიღაცა პოლიციელმა TikTok-ზე ნახა ვიდეო და ჩათვალა თავი შეურაცხყოფილად. რატო? ალბათ იმიტომ რომ თვითონაც დადიოდა, ხო? არა, რო შკოდით რომ დადიხარ ბასლაინში. ეს ადამიანი მაგას აკრიტიკებდა, რომ აი რატო აკეთებ ამას, ხო? მე როცა საცობში ვდგავარ, ბასლაინს რატო იყენებს შკოდის მძღოლი, ანუ ამ შემთხვევაში საუბრობთ ალბათ ან კრიმპოლზე ან სუსზე. და ერთ-ერთმა საჯარო მოხელემ ამ სისტემაში დასაქმებულმა ნახა ეს ვიდეო და წაიღო საჩივარი სასამართლოში, იქ უკვე არის პოლიციის შეურაცხყოფის მუხლი, ცალკე და ამბობდა რომ მე თავი ვიგზავნე შეურაცხყოფილად, იმიტომ რომ ნახე ადამიანის TikTok ვიდეო, სადაც არის მოკლედ საუბარი იმაზე, რომ შკოდის მძღოლები, რომლებიც ამას ამას აკეთებენ, მოკლედ ცუდი ხალხია, მე შევამსუბუქე, ხო ის სტიგმატიზაციას რატო ახდენ შკოდის მძღოლები, ხო? ბასლაინში. ხო, დაახლოებით ეგრე შკოდის მძღოლები, საქმე. და ეს ადამიანი დააჯარიმეს. ანუ და ეგ არის წასული მათ შორის როგორც ჩემთვის არის ცნობილი ადამიანის მკვდარ სასამართლოში სხვა რამდენიმე საქმესთან ერთად. და მან არის ეგეთი ტესტი რა რომ შენ როცა სოციალურ ქსელში ნახავ რაღაცას რაც თუნდაც შენ გეხებოდეს რა შეგიძლია რომ გააკეთო რა ერთი რომ შეიძლება რომ თვითონ ეს ქსელი მოაწყო ისე რომ რაღაცა გააკნახო მეორე შეგიძლია ასკროლო რა ვიცი გიორგიც ამბობდა რომ დაბლოკო ეს ადამიანი და რო გადმოვიტანოთ ეს ყველაფერი ანუ არავერბალურ გამოხატვაზეც ქუჩაშიც ხო არის ეგეთი ძალიან ცნობილი საქმე, პანორამა საქმე, პანორამა არა ისა, რომელიც ეხებოდა პანორამა რაც არის ხა აშენებული უკვე, ამის საპროტესტო აქციებს. და მანდ რო გავრცელე ეს ტესტი, თუ შენ არ მოგწონს იქ არსებული წარწერა, რომელიც ადამიანს უკავია, უბრალოდ შეგიძლია გვერდზე გაიხედო რა და მურჩა, აღარ ხარ შეურაცხყოფილი. მათ შორის ეგ საქმე არის საქართველოს წინააღმდეგ, რადგან არის მიღებული ევროსამართლოს მიერ არის ქართული კანონმდებლობის ნაწილი უკვე და ვალდებულება გვაქვს რომ გამოვიყენოთ და უფრო მეტი სამართლებრივი ძალაც კი აქვს ვიდრე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, იმიტომ რომ ევროპული კონვენცია იერარქიული დონეზე უფრო მაღლა არის საერთაშორისო კი ბატონო, ხო და მაგის გამო წესით ამ საქმეს პირდაპირ უნდა იყენებდნენ სასამართლოები და განმარტავდნენ რომ სიტყვაზე იქ შეურაცხყოფელი გამოხატვა კი იყო პანორამა არა და მე მამაკაცის სასქესო ორგანოს სახე ვიცით ეგ გამოთქმა ყველამ ხო ანუ და მაგ გამოთქმაზე თქვა რომ ეს პანორამა თბილისი და ძველ თბილისში შენდება ამ ხელ რაღაცა ლეგიტიმური დებატებია რა საზოგადოებაში აწუხებს ვიღაცებს რომ არ უნდა სიტყვაზე რომ ძველ თბილისში რაღაცა მახინჯი მისი აზრით მახინჯი შენობა აშენდეს და ამაზე გამოხატავს თავის პოზიციას ხო ანუ ეს ხო არ არის ძალადობრივი და რაღაც თავის პოზიციას გამოხატავს საზოგადოებაში და ამიტომ აი ამ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ თქვა რომ ეგ მსჯელობა ლეგიტიმური იყო და მიუხედავად
ამგვარი გამოხატვისა, რომ შეიძლება ვიღაცისთვის შოკის მომგვრელი იყოს, ვიღაცისთვის შეურაცხყოფელი იყოს, ვიღაცისთვის ვულგარული იყოს. მიუხედავად ამისა, გამოხატვის თავისუფლება ზუსტად მსგავს იდეებს იცავს. ანუ რაღაცა იქ ყოფილიყო რომ მადლობა პანორამასთვის, მაგას არ ჭირდება დაცვა, ხო? ანუ დაცვა ჭირდება ამგვარ უკიდურეს ფორმებს და უფრო სხვანაირ ფორმებს და ეგ თქვა სასამართლომ და წესით ეგ გადაწყვეტილება უნდა გამოეყენებინათ მათ შორის მიშამ შვილდაძის, ვიკა ბუგიას და სხვების საქმეებში მოსამართლეებს, იმიტომ რომ თუნდაც ეგ კანონი რაც მიიღეს ეგ მოქმედი არის, მაგაზე უფრო მეტი ძალა აქვს ამ მეორე სასამართლოს გადაწყვეტილებას. მაგრამ სამწუხაროდ იქ ისევ იქამდე მივდივართ, რომ სასამართლო არ ყავს დამოუკიდებელი და იდეაში არავინ არ ყავს ისეთი ვინც განმარტავდა მაგას კონვენციის შესაბამისად და განმარტავენ ისე როგორც ამას დაავალებენ ზემოდან. ხო, არა, განმარტებებზე ეს არის. ის არის თვითონ კონტექსტი დამატებით კიდე აი ამ ადმინისტრაციულის გარდა ვთქვათ მედიებზე კანონს იღებენ ვთქვათ აი ზოგადად აი ამ სივრცეში გამოხატვას გააკონტროლებენ. ანუ ერთი არის შიში, თვითცენზურა, მეორე არის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სისხლზე როდის გადადის, ანუ სისხლზე რა შეიძლება, ანუ გამოხატვა რაღაცნაირად მე აი სისხლის სამართლის კოდექსის რაღაც დაფარვას. მოსამართლის გინება დარბაზში მაგალითად სისხლის სამართლის დასჯადი არის. სასამართლო დარბაზში თუ მოსამართლეს შეაგინებს ვინმე ეგ სისხლის სამართლის კოდექსით ისჭება და ანუ არ უნდა გააკეთო ეგ იდეაში, ეგ მხრივ კაი ხანია რაც მოქმედებს და არ ურჩევა ასე ვთქვათ არავის რომ სხვა გამოვლენა თქვათ შეზღუდვის გამოხატვის თავისუფლების ისეთი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა უხარა არის დანარჩენი ეს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ზოგადად ძალიან ახლოს დგომი უფლებებია და მაგალითისთვის ეს ჯარიმები გზის გადაკეტვაზე უკვე გადაკეტილი გზის ხელმეორედ გადაკეტვაზე რომ ჯარიმას კიწერენ მაშინ როცა პოლიციას აქვს სინამდვილეში დაკეტილი ეგ არის შეკრების თავისუფლების შემზღუდველი ძალიან მძიმე თან 5000 ლარამდე გაზარდეს ჯარიმა რაც არის კატასტროფა მაგასაც მოსამართლეებს მაგაზეც ვეუბნები ხოლმე მე რომ გავიდე ქუჩაში ეხლა და მანქანით ვიღაცას დავეჯახო და ავარია მომიხდეს 250 ლარი არის ჯარიმა ხო და მე რომ ეხლა წავიდე შეიძლება გადაკეტილიც იყოს ეხლა რუსთაველი წავიდე ეხლა და გადაკეტილი რუსთაველზე რომელსაც პოლიცია კეტავს თავად დავდგე 5000 ლარი არის ჯარიმა ანუ რამდენჯერ შემიძლია ავარია მოახდინო რომ იმ დონეზე ავიდე ხო 5000 ლარამდე ანუ ეგეც ცხადია რომ პოლიტიკური მიზნით არის ეს გაკეთებული და შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით არის გაკეთებული ასევე პრაქტიკაში ძალიან ხშირი არის შეზღუდვები კარვის გამოყენებასთან დაკავშირებით სტიკერის გაკვრასთან დაკავშირებით ამგვარ გამოხატვებზე რაც პლაკატების განთავსებასთან დაკავშირებით ხშირად დაკავებენ ადამიანებს აჯარიმებენ მათ შორის მზიამაღლობელის დააჯარიმეს სტიკერის გაკვრას გამო არ ვიცი ადამიანს რომ დააჯარიმებან ციხეში ჩასვამ სტიკერის იმგვარ კედელზე მიკვის გამო რომელიც არც კულტურული მემკვიდრეობა არც არაფერი თუნდაც სამშენებლო ღობეზე რომ გააკრა სტიკერი შეიძლება მაგაზე დაგაჯარიმონ ანუ ხო და ეგ მსგავსი აბსურდული კანონები და რეპრესიული კანონები ამჟამად სამწუხაროდ მოქმედებს და თან აღასრულებენ ძალიან ცუდად თან აღასრულებენ როგორ რომ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ მოდის ერთი პოლიციელი მხოლოდ შეიძლება ის იქაც არ ყოფილა მე შეავსებინეს ოქმი და მოდის და ამბობს რაღაცა ორი სიტყვით იმეორებს იმას რაც ოქმში წერია დეტალებზე რო ეკითხები რა თქმა უნდა იბნევა და არაფერზე პასუხი არ აქვს იმიტომ რომ იქაც არ ყოფილა და არ იცის დეტალები და ამგვარი არასწორი და ძალიან მცირე მტკიცების სტანდარტით მოსამართლე აქეთ გისჩის და გსჯის როცა პირიქით უკანონო დაკავების მსხვერპლი ხარ უკანონო დაჯარიმების მსხვერპლი ხარ და აქეთ უნდა მოითხოვდე სასამართლოსგან ზიანს რომ აგერ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამაზიანა ხო კანონი პირიქით არის შენ ხო და სასამართლოში იქ სტანდარტზე საერთოდ საუბარი ზედმეტია იქ რა ხდება ანუ ცირკიც აღარ ქვია უბრალოდ აბსურდიც აღარ კი ძალიან ბევრი საქმე მქონია რომ მაგალითად 3-4 ტელეკომპანიის კამერით გადაღებული მასალა ამომიღია საქმეზე, მათ შორის შავი კადრები, რაც ეთერში არ არის გასული, უწყვეტი კადრები, მათ შორის ერთ საქმეზე დრონის კადრების 3 კამერიდან გადაღებული კადრები მქონდა და დრონის კადრები საათნახევრის განმავლობაში რო ადასტურებდა, რომ არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია ჩემთვის და მაინც იმ ერთ პოლიციას დაუჯერა, რომელიც იმ კადრებში ჩანს, რომ იქ არ არის საერთოდ. ანუ
ჩანს ყველა პოლიციელი, ვინ დააკავა, ისიც ჩანს, ის ადამიანი იქ არ იყოს და მეუბნება პროცესები, მე მოვკიდე ხელი, მე შევბოჭე, მე დავაკავე, ბურკილი მე დავადე, რაც ყველაფერი არის ტყუილი. და მაინც იმ კადრებს უგულებელყოფს და ამ პოლიციის ჩვენებას ანიჭებს უპირატესობას, ხო? მაგ პირობებში გეუბნებიან, რომ გერმანიაში ხო ასეა და გერმანიაში ეგეთი მოსამართლეები არ არიან. გერმანიაში ეგეთი სასამართლო არ აქვს და კიდე რაღაცა გიცავს. შეიძლება ის ცუდი კანონი არსებობდეს იქ, მაგრამ რაღაცა მაინც გიცავს, ანუ. კი, სხვა კონტექსტი აქვს, სხვა ისტორია აქვს, აი მავნებლურად შემორჩენილი, რომელიც რა ვიცი, უდიდესი მავნებლობაც თავის დროზეც ხო გერმანია ევროპიდან შემოვიდა ჩვენთან, უბრალოდ ჩვენ სხვა ხარისხში ავიყვანეთ საბჭოთა პერიოდში ეს მავნებლობები, თორე იდეების დონეზე ახლა მავნებლობები იქ იბადება, სადაც ცივილიზაცია სწორედ, ხო და ეს იდეები იქაც რაღაც დონეზე გამოხატულებას პოვებს, რაღაცეები თქვათ არის არასწორად დამახინჯებული, მაგრამ ერთი რომ ეზღვევა სისტემის სხვა ნაწილებით და თქვათ რაღაც აქეთ აბალანსებს კიდე სხვა რამე და ამის გათვალისწინების გარეშე უბრალოდ აიღო ეს და ევროპაში ესეა და შემოიღო, რა ვიცი, ახლა იმ დღეს კონფერენციაზე ვიყავით შვეიცარიაში მარტო ერთი ცხოველის, შინაური ცხოველის ყოლის უფლება აქვს, აკრძალული, თქვათ, რომ ხალხი მარტო არ დატოვოდა, არ მოიწონოს და აუცილებლად მეწყვილე უნდა ყავდეს, მეორე, თქვათ, ამ არაზმამდე შეიძლება მისული იყოს ქვეყანა, რომელსაც შევნატრით, ხო, თქვათ, რომ ნეტა ეგეთი წესრიგი გქონდეს, თქვათ, რაღაცა შაბლონურად, მაგრამ სიგიჟეების მეტი იქ სხვა სამაგეროდ სხვა სიკეთეებია იმდენი რომ გიბალანსებს ადამიანის ყოფას იქ შესაძლებლობას და პირიქით ბედნიერს ხდის ადამიანს და შენ აქ არც სხვა სიკეთეები გაქვს და იმ არასწორ კანონს მაინც და მაინც შეარჩევ და გადმოგოქვს აქვს მათ შორის თუ გამოხატვის თავისუფლებას პრინციპს გინდა მაინც და მაინც რომ გადმოიტანო უნდა გადმოიტანო ამერიკული, იმიტომ რომ ერთადერთი ქვეყანა არის, რომელსაც არც კომუნიზმი მოერია, არც ფაშიზმი მოერია, მიუხედავად წინა საუკუნეში არსებული ძალიან დიდი ტალღების ამ იდეოლოგიების, ხო? ფაქტია, რაღაცამ დაიცვა, ხელისუფლების დანაწილებამ დაიცვა და გამოხატვის თავისუფლების იმგვარმა სტანდარტმა დაიცვა, რომელიც მიუხედავად ამისა, სიტყვაზე ეხ ფაშისტური გამოხატვაც კი ამერიკაში დაშვებული არის. მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში ცხადია, რომ ჰეიტ სპიჩიც დაშვებული არის, იმიტომ რომ უფრო მეტი ღირებულება თუ არ არსებობს ზღვარი, სადაც გაავლებ და სადაც იტყვი ეს არის ჰეიტ სპიჩი, ან თუ არ მოიგონე რაღაც თუ არ რაღაცა თუ რამე არის გამოცხადებული შანსი არ არის რომ ზღვარი ობიექტური გაავლო ვის რა ეწყინება ვის ვინ რას ჩათვლის შეურაცხყოფას თუ რამე არის გამოცდილი კარგად მსოფლიოში რა მუშაობს კარგად აი გამოხატვის თავისუფლების დაცვის ამერიკული სტანდარტი მუშაობს ძალიან კარგად და მათ შორის იმასაც წლების შეიძლება წლები დაჭირდეს რაღაც საკითხზე მსჯელობას ეს ისტორია თუ არ არის სწორი ერთ დროს იყოს რაღაც აზრი პოპულარული და ყველაფერი, მაგრამ ეგ დებატებში თუ არ გამოირკვა და გადაწყდა საზოგადოებაში, ამ რეპრესიული მანქანებით პირიქით მე რადიკალურს ხდი იმ აზრს. დებატებშიც მოიჭერილი იყავიო, რაღაც არ წამოგწდესო რა, რაღაც. ხო, ეგ კატასტროფაა. ჩვენთან თან რა ვიცი, მართლა როცა კიდევ ერთხელ ვანო, ფლიცინი იუმორი, თქვათ, რაღაცას დაცინვა თუნდაც და ამ კუთხით, ამ ხელა ისტორია გამორიცხულია, რომ პრაქტიკაში რაიმე ფორმით ახსოვ რაღაცა სერიოზულობა შეეძინოს. ნუ სერიოზულობას ძენს ის, რომ ანსამბლშია, ანსამბლით არის ეს გაკეთებული და თქვა სხვა რეგულაციებთან ერთად და სახელმწიფოს სხვა მიდგომებთან ერთად ეს რაღაცნაირად შეიძლება დონეზე გამოყენებული იყოს, თორე მაინც არასერიოზული მგონია ჩვენთან აი ახლა დარწმუნებული ვარ თითოეულ кейსზე სასამართლოზე იქ უბრალოდ აი მართლა ის რომ აბსურდი რო არ იყოს და სიგიჟე რო არ იყოს, ნუ უბრალოდ მართლა ცირკია, სასაცილო ის იქნება აი თითოეული მე რაც მოვკარი უბრალოდ ერთ ვიდეოს თვალი რომ ემოჯიზე რაღაც არჩევდა მოსამართლე რომ ემოჯის მიხედვით ეს შენ დაცინოდი ამას თუ რაღაცა რა მოტივი ქონდა, აი ემოჯი რახან დაურთე ეს შენი მოტივი იყო რომ რაღაცნაირად გექილიკაო, აი ამ დონეზე თან მოსამართლეებს რო უყურებ ადამიანები რა, მათი გადასაწყვეტი რო არის, მართლა დავალებას თავი რო დაანებო, თქვა რა დავალება შეიძლება ასრულებდეს და კონკრეტულად უნდადეს რომ დააჯარიმოს. მართლა მისი გადასაწყვეტი რო იყოს, ახლა მისი, თქვა, გადმოსახედიდან რა არის შეურაცხყოფა და რა არის სასაცილო და რა არის, თქვა, იუმორით ნათქვამი და რა სერიოზულად, აი არის ალბათ მართლა არ ვისურვებდი რომ განისაჯათ ჩემი საქმე. არ მართლა კომიკურია ხოლმე ეგ პროცესები,
კი ბატონო, სპეციალურად ხდომის ოქმებსაც ვითხოვ ხოლმე და ვინახავ რომ სასაცილოა მართლა რა და ალბათ თუ ამ ბრძოლას თუ კი არა აუცილებლად მოვიგებთ ამ ბრძოლას და რაღაც ქვეყანას წინ წავიყვანთ, მე ალბათ ვიცინებთ მაგიებზე კარგად, იმიტომ რომ ეხლა არ არის სასაცილო, იმიტომ რომ ადამიანების ძალიან მძიმე ფინანსურ შედეგებზეა 4000 ლარით ადამიანის დაჯარიმება იმის გამო რომ 8 თებერვალს რაღაცა კრიტიკა დაწერა პოლიტიკოსზე, ხო, ანუ კატასტროფა არის. თან იმ პირობებში, როდესაც ეს 4000 ლარი კიდევ რაღაც გემუქრება 45 დღიანი პატიმრობა. და ეს 4000 ლარი უნდა მივიჩნიოთ რაღაცა შეღავათად, რომ პატიმრობა არ გამოიყენა და ჯარიმა გამოიყენა. თან ამ გამოხატვის თავისუფლების დაკარგვა. პატიმრობა არ ჯობია 4000 ლარი. ხო, 4000 ბევრს უთხოვია ჩემთვის რომ იქნება. პატიმრობა ჩავდე 5 დღე და 10 დღე ჩავჯდებიო, მაგ დღეებში 5000 ლარს და 4000 ლარს ვერ მოაგროვებო მე მაინცო და მიჩევიო ვიჯდებოდა რა ტრაგედია არის ცალსახადნა. თან ეს რა ანუ შეგინებას რომ გადაწყოთ თქვენი ნომერი უნდა გქონდეს მაინც, ხო? ეგეთი ადვოკატები. სამწუხაროდ ვერაფერს ვერ შველით ჩვენ. სუფრაზე რომ შეიგინოს ვიღაც რომ გადახედოს და უცებ თანამდებობის პირი შერჩეს ხელში ამ გინებაში, უცებ შეიძლება, ხო? ის კი არ უთხრას რომ რატო შემაგინე, არამედ ოკეი, მოიცა, ჩავიწერ და გიჩივ. პოლიციაში დაარეკავს და მე დააჭერინებს თქვენ თავს. სუფრაზე არ დასწრით. პოლიტიკოს საშიშია და შეიძლება რა. ამ თავრობას რო შეაგინოს შეიძლება პირადად მიიღოს და ეწყინოს და მე გიჩივროთ. სრული აბსურდია რა. გამოსავალი ამ კონკრეტულ მოხდა იმდენად აბსურდულია რომ აქ აი ამაზე მსჯელობას თვითონ რა არის ამ კონკრეტულ გამოსავალი რა არის სწორი ფორმა ვერ იტყვი ეს არის გასაუქმებელი და ეს კი არა მთლიანად კოდექსი არის გასაუქმებელი როგორ თქვით არის არავის არაფერი არ დააკლდება საერთოდ ეს კოდექსი რო გავაუქმო მთლიანად ეს თან ეს გამოხატვის გამოსავალი რა რატო გჭირდება გამოსავალი რომ ეს გამოხატვის თავისუფლება მარტო ერთი ადამიანის უფლება არ არის ეგ ანუ მთლიანად დემოკრატია არის მოწყობილი გამოხატვის თავისუფლებაზე იმიტომ რომ არჩევნები შეუძლებელია ჩაატარო თუ გამოხატვის თავისუფლება არ გაქვს. მთელი ამ არჩევნების აზრი ხო ის არის რომ ერთმა ადამიანმა უნდა დაარწმუნოს სხვა ბევრი რომ ის ჩემი კონკურენტი არასწორია და არ აირჩიოთ და მე ამირჩიეთ. და მაგაში თუ შედიხარ მსჯელობაში რომ აი ეს რატო თქვა ესე რატო გააკრიტიკა, ამიტომ შენ ჯარიმა უნდა დაგეკისროს, ესე ვეღარ იტყვი, ვეღარ გააკრიტიკებ, საზოგადოებას ვეღარ მიმართავ Facebook-ით იქნება თუ ისე იქნება. აი მაგას თუ ზღუდავ, ხო? მარტო გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავ. საარჩევნო უფლებას ზღუდავ, ზოგადად დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას ზღუდავ. ქვეყნის მომავალს კლავს საერთოდ, ანუ მათ შორის აი იმ მოსამართლეებს მინდა უთხრა კიდევ რომ მასე კლავენ საკუთარი შვილების და ქვეყნის მომავალს და ბედს. ვერ იაზრებენ. ხვალზე ეგ მოსამართლე აღარ იქნება, ხვალზე ვიღაცას აღარ მოეწონება მაგის გადაწყვეტილება და მაგისი დამცველი აღარავინ პირველ რიგში მაგათ მოუბრუნდებათ ის სისტემა და ჩვენ გვინახავს ეგეთი ხალხი. ჩემთან რომ მოსულ გუშინო ლანძღავდნენ ადვოკატებს და მე რომ მოსვნა და დახმარება რო სჭირდება ძალიან მაღალ ჩინოსნები რო ყოფილან. ბევრი არის ეგეთი სამწუხაროდ. და აი მაგ მოსამართლეებს რა დაიცავს მომავალში, როცა გამოხატვის თავისუფლებასაც შეზღუდავ და ლაპარაკსაც აუკრძალავ არჩევნებს გააუქმებ. ინსტიტუციებს გააუქმებ და მოუკიდებელს, ანუ მაგას ვერ იაზრებენ, რომ მაგ პოზიციაზე სამუდამოდ მართლა და მთელი ცხოვრება ვერ იქნებიან და ვერც მათი ნათესავები, ახლობლები, ვისთან ერთადაც უნდათ რომ ბედნიერად იცხოვრონ, ხო? ვერ იქნებიან ყველა რაღაცა პოზიციაზე საჯარო სამსახურში ვერ იქნება, ხო? შესაბამისად ყველა დაცული ვერ იქნება. ამიტომ, რა ვიცი, ერთადერთი გამოსავალი აქედან არის, რომ ეს როგორმე გავაგებინოთ ამ ადამიანებს და ერთადერთი ალბათ ქუჩა გადარჩა. მეტი არაფერი, ქუჩაში პროტესტი მეტი არაფერი არ დაჩა სამწუხაროდ და ადვოკატის პროფესია არის გაუქმებული ადვოკატის პროფესია საერთოდ თუ სასამართლო არ გაქვს დამოუკიდებელი ადვოკატი შეუძლია როგორი კარგი ადვოკატიც არ უნდა იყოს რა ვიცი აზრი არ აქვს წარმოადგენს ადვოკატი პირდაპირ არის მიბმული თორე ქვეყანაში ნებისმიერი პროფესია შეიძლება ჩათვალო გაუქმებულად როცა სასამართლო არ კი ბატონო კი აი წარმოადგენენ ერთ მტკიცებულებას რომელიც არის qalbi შენ წარადგენ ვიდეო მასალას მტკიცებულებებს დაწერს დასაბუთებულ შუამდგომლებს აზრი არ აქვს არაფერს აზრი არ აქვს იცის რომ იმ ერთი მტკიცებულების საფუძველზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და აი მაგ პირობებში ხო გამოსავალი მართლა არ არის არც სასამართლო არ არის გამოსავალი არც საკონსტიტუციო სასამართლო აღარ არის გამოსავალი ერთადერთი რაც დარჩა არის ქუჩა მეტი არაფერი ქუჩა და ადამიანებამდე რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე რომ მივიდეს ის თუ რა აქვს დასაცავი რა კონკრეტულად სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, აი ეს ღირებულება, იმიტომ რომ საბჭოთა პერიოდში გვიცხოვრია,
თითქოს დიდად არც აფასებდნენ ამას, რაც მე მახსოვს პერიოდი, იმიტომ რომ აი ეს სიცილში და იუმორულად რაღაცნაირად თითქოს გადაკონდათ, მაინც ახერხებდა ადამიანი თითქოს რაღაცას კრიტიკას და იმას, მაგრამ აი ეს თქვათ ის რომ ერთეულები და სისტემა როგორ ინარჩუნებდა, ეს გააზრებული ნაკლებად აქვს საზოგადოებას და საბჭოთა პერიოდის მერე აი მართლა ეს რაღაცნაირად მიღწევები, აი უკან ბრუნდება, იმიტომ რომ არ ვიცი. ხო, ანუ რეალურად ადამიანები ალბათ მაგაზე კიდე ერთხელ დავფიქრდეთ, რომ რას ნიშნავს გამოხატვის თავისუფლების დაკარგვა, ხო? მიხვდათ იმისა, რომ ის არის ერთ-ერთი უფლება კონსტიტუციაში ჩაწერილი, სხვა უფლებებთან ერთად. ის არის ერთადერთი უფლება, რომელთაც სხვა უფლებების დაცვა შეგვიძლია, ხო? ანუ შენ თუ არ გაქვს შესაძლებლობა, რომ სიტყვით დაიცვა მოკლედ სხვა უფლებები, ხო? ნებისმიერი უფლება, რომელიც კონსტიტუციაში გიწერია. ხო, მაგალითად არ მოგწონს ჭადრაკის სისტემა, რას აკეთებ, ამბობ ამას, რომ არ მოგწონს. საბაზისო ხო, ან კულტურული მემკვიდრეობის უფლება, რომელიც არ ვიცი, ქართველი ადამიანისთვის, რომელიც რაღაც მათ შორის თავი მოაქვს იმაზე, რომ ამ ქვეყანაში რაღაცა ტრადიციებს თუ რელიგიურ ღირებულებებს იცავს და გაივლის ნებისმიერ ეკლესიაში, რეგიონებში და ნახავს რაც იქ ხდება და უბრალოდ გაჩვენებული ამაზე და მე ვიღაცა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი რამეს თუ იტყვის იმას აგინებს მარტო, ხო, არ ვიცი, ხო, ანუ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უდიდესი ნაწილი უბრალოდ ინგრევა, ან არსებულიერსახე ისე მახინჯდება, რომ ვეღარ აღადგენ უკან, ხო? როგორმე გააკეთა, როგორმე დაიცვა ეს, უნდა თქვა ამაზე რაღაც, ხო? და შენ თუ არა გაქვს მოკლედ არანაირი ფორუმი, მე უფლებების აბსოლუტურ უმრავლესობას საერთოდ არ ვცნობ, რაც კონსტიტუციაში ჩვენ და სხვა კონსტიტუციაში წერია, მაგრამ ხო, მაგრამ ხო ცნობ რომელიღაც უფლება. აი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის საბაზისო, აი სწორედ რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ეს არის საბაზისო უფლება, რომ კი. შეიძლება უფლება და არ მიგასცეს, მაგრამ გელათი მიგასცეს ძალიან ძიმე მნიშვნელოვან ღირებულებად, ხო? ანუ შეიძლება ადამიანის უფლება და არ მიგაჩნდეს. თვითონ უფლებების დევალვაცია, უფლების სიტყვის ცნების დევალვაციად მიმაჩნია. იმდენი უფლებების შემატება იმის, რომ მაგრამ აი ის ფაქტი ხო არის, რომ ანუ რაღაცა 8 საუკუნერო დგას და მთელ მსოფლიოს აღაფრთოვანებს ისეთი მაგარი რაღაცა არის და აგერ ბოლო 8 წელში რო გაანადგურე შენ, ხო? შენი არაკომპეტენტურობით, კორუფციით და ასე შემდეგ. მაგაზე რო ვიღაცა ხმას ამოიღებს, გააკრიტიკებს მაგის გამო, მაგის გამფუჭებელს და პირიქით აქეთ ამას კრიტიკოს დასჭი და არა იმათ კი არ სჭი, ვინც ეს ამხელა კულტურული მემკვიდრეობა კონსტრუქციულები იყავიო რა, ხელისუფლება გეუნება, რომ ერთი წუთიც რა, აბა გინება გინდათ, ანუ ხო არ გინდათ, რომ უშვერი სიტყვებით ლანძღვა გინება არ გინდა სრდილობიანად კონსტრუქციულად იყავიო და აი რა არის ამაში ცუდიო რა, აი ამას გეუბნები. ხო, მაგაში ერთი ცუდი ის არის, რომ არავის არ აქვს უფლება გადაუწყვიტოს სხვა ადამიანს, როგორ გააკრიტიკოს და რა სიტყვებით გააკრიტიკოს სხვა. მეორე კონსტრუქციული რა არის და ლანძღვა რა არის, ეგეც გასაკვირი, იმიტომ მაგალითად მე რო ვამბობ ეხლა, რომ შეგენაცვალე დაუმატებო რა, ერთი მე რო ვამბობ ეხლა, რომ გელათი ნადგურდება იმის გამო, რომ არის კორუფცია ქვეყანაში. და იმის გამო რომ აი მართლა ბოლო 8 წელში განადგურდა რაღაც, რაც 8 საუკუნეა დგას, ხო? ესე იგი რაღაცა მოხდა. რა კატასტროფა ხდება მართლა კონკრეტ ბოდიში ხოთინებ, მაგრამ ამ გელაძე მართლა რა უბედურება ხდება ესეთი რომ რით ვერ გადაიხურა. ხო, ანუ როგორც ჩანს თავის დროზე იყო გამოყოფილი ფული მათ შორის ჩვენი საერთოდ. მე რაც ვიცი საჯარო სივრციდან რაც ვიცი რომ იყო გამოყოფილი ფული რომ დახურული იყო კარგად, იმის გამო რომ კორუფცია იყო უხარისხო მასალებით და ზერელით გააკეთეს, ამის გამო ჩავიდა წყალი, იქ იყო ძალიან იქ იყო და არის დღემდე შემორჩენილი, მაინც არის შემორჩენილი უნიკალური ფრესკები და ეს ფრესკები რომ დასველდა შრობის დროს ეს ფრესკები ზიანდება ყოველდღიურად და მაგას ჭირდება იმის გამო რომ ვიღაცამ ფული იშოვა მაშინ იაფ გადახურვაზე, ეხა ჭირდება 100 მილიონი. მას შემდეგ რაც მთელი ქვეყანა ქვეყნის ფოკუსში მოექცა რომ იქ რაღაცა გაფუჭდა. ამის მერე ამდენი ხანი გააწელვა კიდე და კიდე აი ესეთი აი ხო არ ვიცი. იმდენად ძიმედ არის დაზიანებული, რამდენი ხანი გაიწელება ცხადია ეგ. აკუსავით წუწუნს დავიწყე. და ვერ გადაწყვეტ ეს. თურმე ბუნებრივად მოდის, ხედავლაში.
მართლა რა უბედურება. ბიჭო, როგორ ვერ გადახურეს, რომ აი ერთი შენობაა კონკრეტულად და მთელი ქვეყანა ესე შევცინებთ და ვეუბნ და გავიგეთ რომ გაფუჭდა და გავიგეთ რომ ვერ ხურავენ და ამის მერე ატყდა ამბავი რომ რატო ვერ ხურავთ და მაინც ვერ ხურავენ და რა უბედურებაა, არ ვიცი. ხო შეიძლება კორუფცია იყოს, ნუ შეიძლება რომ არ შეიძლება, მაგრამ თქვათ გასაგები იქნებოდა რომ კორუფცია არის და რაღაც ვიღაცებმა ვერ გადახურეს და ფული მოტეხეს და აი უნამუსოდ მოიქცნენ თუნდაც გელათის შემთხვევაში და მას მერე რაც ეს გავიგეთ, ამდენი ხანი კიდე ვერ გადახურეს, ფიზიკურად გადახურა მაგის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ერთი მაგის მიზეზი ის არის, რომ იქ გადახურვა ეხლა მე მგონი არ შეიძლება ეგრევე რომ დახურვა, იმიტომ რომ უფრო დიდი შენობა აშენონ ერთი წუთით და გააკეთეს ეხლა. ეგ მანამდე რაღაც ბრეზენტები ქონდათ გადაფარებული, ეხლა გააკეთეს, ამ ზემოდან დაადგეს რაღაც სხვა გადახურვები. ხო და დატოვონის შენობა გამაზე. უნდა გამოშრეს ჯერ და ეს ფრესკები მაქსიმალურად შეინარჩუნონ, რომ მერე რაღაცნაირად მაქსიმალურად გადაარჩინონ და რაღაც რესტავრაცია მოხდეს. ნუ რაღაც არჩევნებისთვის მაგას გამოიყენებენ, რომ აი აღვადგინეთო და უქნებოდო. ხო, ანუ უბრალოდ კარგი მაგალითი არის რა, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი ინტერესთა ჯგუფისთვის რაღაც მნიშვნელოვანი პრობლემა გაქვს. და ამაზე ყურადღების მიქცევისთვის თუ მართლა ეფექტიანი დაცვისთვის გჭირდება ეს უფლება რა, სიტყვის თავისუფლება და შეიძლება პირობითად შენ არ თვლიდე რაღაცას უფლება და რაღაც მნიშვნელოვნად, მაგრამ ვიღაც თვლის და ამაზე გჭირდება რომ ყურადღება მიიქციოს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ საკითხზე რა უფლებასაც რო არ შეეხებოდეს, ანუ ნებისმიერ საკითხზე, ანუ სიცოცხლის საბაზისო ადამიანის, ანუ სიცოცხლე არ შეიძლება ადამიანის რა წარმოიდგინო აი ამ გამოხატვის გარეშე და იქ შინაარსში სად ვის აქვს უფლება რომ შევიდეს და თქვას რომ ეს რაღაცა ფორმა არის მიუღებელი იმისთვის კანონმდებელისთვის არის აბსურდი, ანუ არ არსებობს მან არანაირი ობიექტური რაღაც ზღვარი, რომელიც ძალადობის მიღმა, რომელიც იმას ეგრე არის. დააწესებდა რამე სტანდარტს რა. რამე ხო არ დაგვრჩა სათქმელი ამასთან დაკავშირებით. არ ვიცი. ხო, ეგ არის ალბათ რომ მოკლედ მაგაზე მართლა დაფიქრდეს ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ, უნდათ რომ იცხოვრონ კიდე ჩვენსავით და იმას დაფიქრდნენ რომ რა რჩება მათ ხელში, ხო? როგორი უღირსი ცხოვრება რჩება, როცა არ შეიძლება ადამიანს თქვა ის, რასაც ფიქრობ. ხო, ან რეალურად რა რჩება, ხო, რომ ძალიან ცოტა შესაძლებლობა გაქვს რომ იყო გულწრფელი და შენი ღირებულებებისადმი თანმიმდევრული, იმიტომ რომ შენ რაღაცნაირი წესი გაქვს ცხოვრების, რომელშიც მაგალითად არავის არ აზიანებ, მაგრამ ეს ქვეყანა, ამ ქვეყნის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ მაგაში თანმიმდევრულობა დაგარღვევინოს, ხო? მაგალითად, ისეთ კომისიაზე გიბარებენ, სადაც მისვლაც ტეხავს, ხო? ან ისეთ მოკლედ მუხნით წარგიდგენენ ბრალს, რომელზეც აი უბრალოდ აი ხო ხვდეთ რას ვამბობ რა, რომ საბოლოო ჯამში ეგ არის მთავარი არსი ავტორიტარიზმის გარდა იმისა, რომ არის ის, რომ ყველა ძალაუფლების წერტილი დაიმორჩილოს, არის ის, რომ ქვეყანაში არ დატოვოს ღირსეული ადამიანი, ღირსების მქონე ადამიანები, რომ ღირსების მქონე ადამიანი შეუძლია ყველაფერს გაკეთოს. კი ბატონო. იმიტომ რომ მას არ შეუძლია აიტანოს თავის დამცირება. და ყველა ეს კანონი არის მაგაზე, რომ შენ აკანონ რაღაცნაირად ღირსება. ხო, მაგაზე ეგ უნდა გადავწყვიტოთ, ხო, გინდა თუ არა და გვაქვს თუ არა იმისი ფუფუნება, რომ ღირსება აყრილი საზოგადოება გვერქვას ამ ქვეყანაში და ვიცხოვროთ ეგრე ჩვენ შვილებთან, ჩვენ მშობლებთან ერთად და მეგობრებთან ერთად, ხო? მე მაგალითად ეგეთ საზოგადოებაში ცხოვრება არ მინდა, მაგიტო არის რომ ეს რაღაცებს ვცდილობთ რომ გავაკეთოთ. და კიდე იმ ლანძღვაგინებაზე ვასხოთ, ანუ ლანძღვაგინება შეიძლება მეც არ მომწონდეს და დიდად სასიამოვნოა. არც ერთხელ არ შეგვიგინე. კი ბატონო, დიდად სასიამოვნო შეიძლება არც იყოს, მაგრამ ეგ არის მოგინდება რა. ეგ არის ახლა მოგინდება რომ შეიძლება. გამოხატოს თავისუფლების შინაარსი ეგ არის, რომ რაც არ მოგწონს, ის უნდა დაიცვა ზუსტად მაგას და იმიტომ რომ მაგას თუ არ დაიცავ, მე უკვე მაგალითად რუსეთში უბრალოდ რომ თქვა რომ აი ომი არ მინდა მე არ მინდა უკრაინაში რატო ომობთ ხალხო აი მაგალითად ამერიკაში იყო რომ ვიეტნამის ომში ომს ეწინააღმდეგებოდნენ ძალიან თავის დროზე ხო იყო საზოგადოება აქციებიც იყო და ანუ ეგ რომ რუსეთში თქვა ეხლა რომ უბრალოდ ომი არ მინდა
მაგის გამო ექსტრემიზმისთვის ციხეში გიშვებენ. ამ გინებებზეც ეგ არის შენიღბო არის ეს გინებები, ან მაგ ნაბიჯზე თუ გადმოვიდნენ შინაარსის შემოდიან შერაზე ლაპარაკობ. სულთა ფურცელზეც. კი ბატონო, მე სულთა ფურცელზეც დაგიჭერენ. ნებისმიერ კრიტიკაზე დაგიჭერენ. გელათს რატო ჩადით წყალიო მაგას ვამბობ, მაგაზეც დაგიჭერენ და ეს არის უბრალოდ ეხლა გინება, ლანძღვა გინება, მიუხედავად იმისა, რომ არ მოგწონს, რაღაცა უკიდურესი ფორმა არის, რის აქეთაც თუ სახელმწიფოს გადმოუშვებ, მე ყველაფერს აგიკრძალავს აბსოლუტურად, სიტყვის თქმის უფლება აღარ გექნება, რაც არ მოეწონებათ. შეიძლება შესაძლებად თქვა რაღაც, მაგრამ იმათ არასწორად გაიგონო, მაგაზეც დაგსაჯონ. ანუ ეგეთებიც ხდება და ეგ არის კატასტროფისკენ მიმავალი გზა, სადაც მიგვაქვანებენ საშუალო რანგის საჯარო მოხელეები, რომლებიც ემორჩილებიან ზემდგომების მითითებას და ეს ზემდგომები ამისთვის ანუ ძალაუფლებას და ფულს იღებენ ბევრს, პრივილეგიებს და ეს საშუალო დაბალი რანგის საჯარო მოხელეები, რომლებიც ხელითაც ამ კანონებს აღასრულებენ, სინამდვილეში ქვეყნის დაღუპვისთვის არაფერს არ იღებენ გარდა იმისა, რომ რა ვიცი, ხალხისგან სიძულვილის ობიექტები გახდნენ. და ამისთვის ისინი უნდა ანუ ასე ვთქვათ, დამნაშავე უნდა აცხადებდნენ იმათ, ვინც დავალებებს აძლევს და არა იმ ხალხს, ვინც კრიტიკას გამოხატავს. ხო, მე არ ვიცი, გურულ ოჯახში ვარ გადილი და მთავრობას აგინებდნენ, ჩვეულებრივი ამბავი იყო იქ მთავრობის საბჭოთა პერიოდშიც კი, მაშინაც არსებობდა ეს კოდექსი, მაგრამ არ აღასრულებდნენ და ეხლა ცოტა ისეთი აქტიური მთავრობა ყავს. გიორგი ვასილ, მადლობა დიდი. საინტერესო იყო. ძალიან ბევრ რამეზე შემოქმნა წარმოთქმული. ძალიან დიდი მადლობა.